გოგონებო განსაკუთრებით მოიმარჯვოთ პასტაფურცელი პოლიკისტოზური საკვარცხლების სინდრომი, როგორც ადრე ერქვა. ნახე როგორ შეუცვალეს პოლი ენდოკრინულ მეტაბოლურ ოვარიული სინდრომი. არავინ არ იცის საბოლოოდ მიზეზი, რატომ იბადება ერთი ქალი PCOS-ით და მეორე არა. პოლიკისტოზი აქვს ყველას 20 წლამდე ციკლი არეულია, არარეგულარულია. ჩამოთვალოთ რამოდენიმე მართვის სტრატეგია, ყველაზე კარგი სტრატეგია რომ ვართოთ ჩვენ ეს სინდრომი, ისე რომ არ შეგვაწუხოს. თქვენ კლასში, როდესაც თქვენ არც ერთ კლასელს ციკლი აღარ ექნება, თქვენ გექნება თუ ეს ბავშვი არავარჯიშეთ, ვერ მიიღებთ შედეგს მარტო დიეტები, ბაზა არის ცხიმი. ცხიმს რო აღარ იღებ და საკვარცხლე გაითიშა. თუ ჩვენ მენოპაუზის პერიოდში კარგად ვმართავთ აი ამ პროცესს, ჩვენ ეს ასაკზე ვიზუალზე აისახება. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა 45-46 წლიდან უკვე ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ ვარჯიში მძიმე წონებით. პირად შეურაცხყოფად იღებს სპერმის ანალიზას, სულ გიждები ერთი ანალიზი გჭირდებათ ქვეყანას და იმასაც გვამადლით კაცო. PCOS ხო აქვს რაღაც სამი მახასიათებელი. როდესაც მამაკაცური ჰორმონის სიჭარბე არისო, ანუ გინეკოლოგებისგან ესე გამიგია. წონებით ვარჯიში არ შეიძლება ორ სიტყვაში. აბსოლუტურად არაფერი კავშირი საპირობა ვირუსის აცრაზე ალაპარაკი. ერთადერთი კიბოს ვაქცინაცია. ხახლა ნუ დაუკარგავთ ჩვენ შვილებს ამ შანსს. სიგარეტი მოქმედებს თუ არა PCOS-ზე? ანტიოქსიდანტების მაგივრად რასაკეთებ? ჟანგბადს აცლი ყველაფერს და შესაბამისად თამბაქოს მოხმარებაზე არც ვლაპარაკობ, არც PCOS-ი და არც PCOS გარშე, ასე რომ იქ პაციენტები ნუ გამომეხმაურებიან. მოკლედ ისურვებთ ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას. მოგესალმებით, ჩერი სამალა, მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ აქამდე ჩვენთან ხართ. დღესაც რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემები გამომაქვს, არა მარტო ჩემთვის დარწმუნებული ვარ, აი ხა ყველა გოგო, რომელიც აი არ ვიცი, სტატისტიკურად მე მგონი, ჩვენი სტუმარი უფრო კარგად გვეტყვის, რამდენად ხშირი არის ეს სინდრომი, მაგრამ აი ამ სინდრომის მქონე ადამიანებო და არა მარტო გოგონებო განსაკუთრებით მოიმარჯვოთ პასტაფურცელი, დავჯექით და ფაციცით გვისმინეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი საინტერესო თემა არის, რომელიც საკმაოდ აქტუალური არის და ძალიან ბევრ რაღაცეებში გვიშლის გოგონებს ხელს განსაკუთრებით რაც უფრო ასაკი გვემატება. ჩვენი სტუმარი არის დღეს თათია ტუღუში, სასწაული გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. თათიას რეგალიებს რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ უფრო კარგად ჩავწერთ ახსნაში, ჩვენ ესე ვაკეთებთ ხოლმე და თათიასთან გადავალ პირველი კითხვით, PCOS-ი არის დღევანდელი ჩვენი თემა. პოლიკისტოზური საკვარცხლების სინდრომი, როგორც ადრე ერქვა, თუმცა ეხა როგორ ვართ ამას ყველაფერს განმარტავთ, მაგრამ თათია პირველ რიგში კეთილი იყოს შენი მობრძანება და გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ ამ გადაცემაში. ჩვენ მანამდე შევხვდრივართ ერთმანეთს და ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი და სულ ვაკვირდებოდი და Facebook-საც შენ იმებს, მარათონებს, მართალია ვერ ჩავეწერე ვერასოდეს რაღაც დროის უქონლობის გამო და უпроსწორად კიდე მე სხვა ვარჯიშის სხვა იმაში უფრო მიმართულებული პილატესი და იოგათი, მაგრამ ამაზეც ვიტყვი რომ ალბათ მალე გადავწყვიტავ შენ მარათონშიც ჩავეწერო და გადავწყვიტო ცოტა ძალოვანი ვარჯიშები და რატომ ამას ავხსნით მე შენ ყოველთვის აქტიური ყავი და აქტიური ხარ და რატომაც ეხლა ასაკობრივად უკვე მჭირდება აუცილებელია და საბოლოოდ გადაწყდა ეს საკითხი რომ ნამდვილად აი ამ პერიოდისთვის ყველაზე მისაღები არის უფრო კუნთის ძლიერი დატვირთვა გაჭიმვები ძალიან კარგი იმას თავისი ადგილი აქვს იოგას თავისი და აი რაც შეეხება ზუსტად შე რომ დამირეკე აი ამ პერიოდში ვაგვარებდი რა უნდა გამეკეთებინა და მეოთხარი მოვქრივარ იმიტომ გითხარი მოვდივარ შენ გადაცემაში იმიტომ რომ ამ დროს აი ამ კუნთის ძლიერ დაჭიმვას განსაკუთრებით ჩემი ასაკის ქალებში უკვე თავისი მნიშვნელობა აქვს როგორც PCOS ეს არის უფრო ახალგაზრდული ასაკის დაავადება როგორც ვიცით პოლიკისტოზური საკვარცხლის სინდრომი ასე ერქვა ეხა სულ რამოდენიმე დღეა და კვირა რაც შეიცვალა სახელი უნდა შეგაჩე რომ ჯერ იცი რა განმარტოთ არის თუ არა ეს შეძენილი თუ ანუ ჩვენი ბრალია რო გვემართება ეს იცი რა არავინ არ იცის მე მაგრამ ძალიან ბევრჯერ ისმევა ეს კითხვა და არავინ არ იცის საბოლოოდ მიზეზი, რატომ იბადება ერთი ქალი PCOS-ით და მეორე არა. ანუ იბადება ქალი საკვერცხლით, ხო, ჩვენ ვიბადებით რეზერვით და მაგათი რეზერვი, ანუ ჩვენ ჩანასახის პერიოდში ქალებს ჩამოგვიყალიბდება კვერცხუჯრედების რაოდენობა. და მე ვხარჯავ მთელი ცხოვრების მანძილზე და რატომ არიან რომ ესენი იბადებიან, თქვა 3 მილიონი კვერცხუჯრედი და ჩვენ მილიონი ან მილიონზე ნაკლებით. ანუ
ძალიან ბევრი კვერცხუჯრედით იბადებიან. და ეგ იმას პოლიკისტოზური ნიშნავს, რომ საკვერცხეები და ანუ ერთის მხრივ ძალიან კარგია, დიდხანს უგრძელდება რეზერვი, ხო, რაღაცა ცუდია. ანუ მენოპაუზა გვიან მოდის? რა თქმა უნდა, მენოპაუზა და რო თქვი რომ PCOS-ი უარესდება დროთა განმავლობაში ის უკეთესდება. ანუ PCOS-ი ნიშნავს ბევრი კვერცხუჯრედები და ბევრი ფოლიკული ანუ საკვერცხეში და თავიდან როდესაც არიან გამწარებული ეს ბავშვები, რომ ციკლი არეულია, არარეგულარულია და ასე შემდეგ და მათი პრობლემაა რომ აი რო არიან ვიღაცები რომ იტყვენ აი საათზე ზუსტად ვიცი როდის უნდა მომივიდეს, ამ ქალებს ეს არასოდეს არ აქვს. 33-ის ვიყავი რომ დამირეგულირდა. რაც უფრო ასაკი გემატება, რაოდენობა მცირდება კვერცხუჯრედების, ესია ანტიმიულერიც მცირდება ნელ-ნელა და ამოისუნთქებთ. მე მყავდა ესეთი ერთი საკუთარი მეგობარი, რომელსაც 40 წლის ჰქონდა ყველაზე კარგად. და მაგი რაღაც მინდა ახლა ესე აწყობინე. ესე მქონდა ხოჭი. რაოდენობა რომ მცირდება, თითქოს ის ერთმანეთს უშლიან ხელს. მანამდე ბევრი რო არიან და დომინანტის წარმოქმნას ხელს უშლიან. კატია, მაშინ რამდენად სწორი არის თავიდანვე, ხე მე მახსოვს, მე დავიბადე ესე პოლიკისტოზური ჩანართებით და მთელი ჩემი თინეიჯერობა დედა ჩემი დამათრევდა გინეკოლოგიდან გინეკოლოგამდე დღესაც ესეა და დიანეზე ვიჯექი მაშინ თავიდან აი რამდენად სწორია მაშინ ჰორმონალური არ არის პრობლემა ну დიანე ხა აღარ არის ამას მქონდა რაღაცა საშინელი თმიანობა პუშკინი ჩვეულებრივი კი ბატონო იცის ახასიათებს რადგანაც დაბლოკია და საერთოდ 20 წლის ასაკამდე გოგოებს ისედაც ყველას აქვს პოლიცისტოზური საკვერცხები ანუ ჯაჭვჯერ თავსა და თავის twins-სა და საკვერცხეს შორის არ არის ჩამოყალიბებული მაგრამ 20 წლის მერე უნდა გამოსწორდეს ეს სიტუაცია და თან ეტყობათ ხოლმე პოლიკისტოზურ საკვერცხეს, აი ეტყობა პოლიციის როგორია ამ გოგონებში. უფრო ძველი ფორმის არიან, ძალიან ბევრი ფოლიკულებია შიგნით. ნუ პრაქტიკულად მაინც თინეიჯერს უმეტესად ესეთი საკვერცხე აქვს, მაგრამ ისინი კიდევ ვიზუალურად განსხვავდებიან და ამავე დროს ეს ნელ-ნელა მცირდება, ეს საკითხი მორჯერჯერ მცირდება და ყორმეუნებიან ვაიმე, ანუ შვილოსნობასთან პრობლემები აქვს ყველაფერი, რაც დრო გადის უკეთესდება სიტუაცია და მეუბნები რომ ერთი პლუსი ის არის რომ თქვენ კლასში, როდესაც თქვენ არც ერთ კლასელს ციკლი აღარ ექნება, თქვენ გექნებათ. ექსისები მითხარი ზუსტად შეგახდები იყოს. ხოდა კი ხარ ვარჯივით მე რა. რა მithქვია თქვილი ასე თქვა. სასწაული საკვირველად არც უნდა კითხვა, ხო ვინ იტყვის ხა რამდენი წლის მე მოგეთქვი ვიტყვი რომ ალბათ 32 33 და რა უნდა მაგას ლაპარაკი და გამოიყურები გადასარევად. ეს ზუსტად ამის აი კანიც ხო ყველაფერი დამოკიდებულია და მაგ ციკლზეა დამოკიდებული თუ PCOS-ზე. ციკლი ჯამრთელობა კაცო ციკლი აქვს ლამის 60 წლამდე მაგათ ძალიან დიდხანს ნუ 40 სიტყვაზე ხა 60-მდე შეიძლება არა მაგრამ 50 52 წლამდე უპრობლემოდ აქვს 55-მდე იმიტომ რომ რეზერვი ბევრი აქვს მე ხა შვილოსნობა რა თქმა უნდა და მაშინ აი რატო არის მაშინ პრობლემა PCOS-ი ანუ როგორ არის პრობლემა საწყისი ჯერთი PCOS-ი გააჩნია მეორეც ერთი რომ მისახედია და ყურადსაღებია ეს რომ უნდა დავარეგულიროთ ის ციკლი იმიტომ რომ არარეგულარული ციკლი ჯერთი წონის მატებასაც იწვევს დროთა ნუ წონის მატებას იწვევს ეს თუ მე გამპირო მანამდეც მსუქნები არიან უმეტესობა მაგრამ ხო არის PCOS-იანი ადამიანი რომელიც ჭარბწონიანი არ არის და ფუტკუნა ეს ბავშვები 80% მაინც ჭარბწონიანია ესეთი და ჰიპერინსულინემი ანუ იმაზე მეტი ინსულინი გამოეყოფათ ვიდრე სჭირდებათ აი ვერ გაარკვია სოფლიოს ჯერ არ დადგინა რომ ის იწვევს ამას თუ ეს იწვევს იმას რომელი რას ამიტომაც ნახე როგორ შეუცვალეს პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ ოვარიული სინდრომი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ვაფშე არაფერს კავშირში არ არის აქ საკვერცხე. იმდენად მეტაბოლური სხვა პროცესები მიდის ამ დროს და ამ დროს გვაბრალებდნენ ჩვენ. არაფერს შუაში აქ ჩვენ გინეკოლოგია და ის არ არის. მეორე ხარისხოვანია. პირველ ეტაპზე ასეთი ბავშვი რო შემოდის, აუცილებლად რა თქმა უნდა დედამ გინდა PCOS-ით იყო და გინდა მის გარეშეც რა თქმა უნდა რომ როდესაც ციკლი თქვა 13-14 წლამდე არ მოვა, უნდა მიიყვანოს ექიმთან ხო მენსტრუაცია როცა არ ეწყება და ისედაც საჭიროა რომ ამ პერიოდში ჯერ ერთი იმიტომ რომ პაპილომავირუსიცაც რა გასაკეთებელი მაგიტომაც უნდა მიაკითხოს გინეკოლოგს და მით უმეტეს როდესაც გინდა საკვერცხე PCOS-ით იყო და გინდა არა უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ხო თინეიჯერი უკვე 13 წლის გოგონა პირველი ციკლის შემდეგ უნდა მივიდეს ხო გინდა არ მოუვიდეს მით უმეტეს და აუცილებლად ამ დროს მნიშვნელობა აქვს წონას ესენი უმეტესად, აი მაგიცაც იქცევს ყურადღებას, რომ არის ჭარბწონიანები ესეთი ბავშვები, უფრო პუტკუნები არიან, ჭარბი წონას რომ შეხედავ და უკვე ვიცი რომ დავადებ და იმას ეხოსკოპიაზე შემყავს, უკვე ვიცი რომ მათი საკვერცხე კიდევ უფრო პუტკუნა და ანუ წაგრძელებული ფორმის და უფრო პოლიკისტოზურია ასეთი ბავშვების. ბოდიში ერთ კი გეტყვი, ეს პოლიკისტოზები რას ნიშნავს? კისტაა?
არა, კისტა არ არის, პატარ-პატარა წარმონაქმნებია სითხოვანი, შიგნით კისტადის არასოდეს არ გარდები და არაფერი არც გასყდება, არაფერი ხვდები. უბრალოდ ესე ქვია პოლიცისტური პატარ-პატარა კისტური წარმონაქმნები. რომელიც იდეაში ერთმანეთს უშლიან ხელს. იქ რო არის ის ჩვენი ასე ვთქვათ ბომბი და რაღაცა არ არის უბრალოდ ბომბი მეტაბოლურად მეტაბოლური პრობლემები უფროა ვიდრე ჩვენი მხრიდან ამ დროს ამოწმებ აუცილებლად ამ ბავშვებში ყველა შემთხვევაში უნდა შევამოწმოთ ისედაც თუ გინდათ არ იყოს ჭარბწონიანი და როცა ვხედავთ რომ პოლიცისტოზურია საკვერცხი ისედაც პოლიცისტოზურია მაგრამ კიდე უფრო თვალნათ სხვანაირი შეხედულება აქვს აი სტრუქტურა სხვანაირი აქვს ყველა ვარიანტში უნდა შევამოწმოთ ინსულინ გლუკოზის თანაფარდობა ხომა ინდექსი გავერკვეთ ეს ბავშვი არის თუ არა ინსულინ რეზისტენტული თუ ჭარბი წონაც არის აუცილებლად ყურადსაღებია და უკვე 12 წლიდანაც შეიძლება დანიშნა 12 წლის ასაკიდან ეს არის ერთ-ერთი პრეპარატია ბიგოენდიდ რომელიც წონის კორექციასაც აკეთებს მადასაც უქვეითებს პატარა დოზებით თუ GLP-1-ის ვარიანტი არის ტაბლეტირებული ბიგოენიდია, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია. ეს ვაქცინა ინდექციის სახე ჯერ არ არის ბავშვებში 12 წლიდან, ჭარბი წონა, ნელ-ნელა ვარჯიშით, სწორიკვები და ის სწორკვებასაც რომ მივაჩვიოთ, ამიტომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დაინიშნოს. ესე იგი მე როგორც ნახე კვლევები რაღაცები წავიკითხე ძალიან ბევრი სტატიები რასაც გადავხედე ასაკთან ერთად ანუ PCOS-ის მატარებელ გოგონას აქვს უფრო დიდი შანსი რომ გახდეს ინსულინ რეზისტენტული ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს მაგრამ შესაძლებელია რომ თავიდანვე იყოს ეს ყველაფერი ჭარბწონასთან არაფერი PCOS-ის პრობლემა არ არის მათ არის ჭარბი წონა ანუ თუ წონა უნდა ვამენეჯმენტოთ წონა უნდა წონის კორექცია აუცილებლად კვების სწორი კვება დღეს უკვე მიუწვდებათ ხელი ხა ჩვენ დროს საერთოდ იყო რაღაცა სულელური დიეტები ეს ხალხი იყო ამ საშინელ დიეტებზე მისვენ ხო მაგრამ ეხლა უკვე ადამიანები განვითარდნენ იქ ChatGPT-ია იქ AI უამრავი რაღაცა ხელი მიუწვდებათ ენაიციან უკვე ამ ახალგაზრდობამ ჩაწერენ სწორ ინფორმაციას მაშინ რუსეთი იყო ერთი და ისიც კაც მარიცის რა რებს რა სისულელებს გვაწვდიდნენ იქიდან დიეტებს იქ დოლინას დიეტა მოლინას საერთოდ რაცილის და ბოჭყოს თანაფარდობა და საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი და სრულიად შიმშილები ეს ბრეგის დიეტები აკეთებდნენ ეს ხალხი და მე თმის წვენა და 1000 უბედრება. ეს აქვს ძალიან კაი წარმოდგენა. დღევანდელ დიეტებზე და მე ჩვენ ისეთ ისტორიები გვესმის თათია რომ შეიძლება არა უშავს მაგრამ მართალი ხარ ეხა იმ ყველა ქვეყანა გადის ამ პერიოდს ყველა პერა გადის ყველა ახალგაზრდები რო ვიყავით შიმშილის მეტი თავიც ჰქონდა ისიც ესეთ კარგი შიმშილი სწორი და გეგმილი შიმშილი ნუტრიციოლოგთან და მედიეკიმთან ერთად ის ძალიან კარგია კვირაში ერთხელ განტვირთვა მაგაზე კაი არაფერი არ არის თუ გინდა თვეში ერთხელაც ის ორგანიზმის არჩეულმა ეს ყველაფერი უნდა იყოს სწორედ ხო და ასე რომ მარტო იმ ექიმებსაც დაუჯეროთ რა თქმა უნდა უკვე ვისაც შეუძლია რომ ხელი მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ან ნუტრიციოლოგთან გავეროთ ყველაფერი არის კვებით იწყება კი ბატონო და ეს კვება კიდე ყალიბდება ბავშვობაში რა თქმა უნდა როგორც ბავშვობაში ჩამოუყალიბებთ ისე წავა მაგრამ ერთადერთი აიცი რა გითხო მაგ თუ ბავშვს აქვს ეს ინსულინ რეზისტენტულობა კი თქვი რომ ვერ ვადგენთ პირველი რომელი იყო ჭარბი წონა თუ რაღაცა მაგრამ გაჩნია თქვენ რა გაწუხებთ აი რას გაჩნია მაგრამ ამ ბავშვს აი რადგან ეს ინსულინ რეზისტენტულობა აქვს იმიტომ ხომ არა აქვს აი მეტაბოლური სისტემა შედარებით შენელებული და შესაბამისად რასაც ჭამს ის პორცია ერგება ყველაფერი და მიდის თუ ისე შეჭამს პორციებით აუცილებლად გახდება გამორიცხულია ეს საკვერცხესთან არაფერი რომ მქონდეს რას უზავ მაგრამ ინსულინთან ხო არის კავშირში გასაგებია და ინსულინზე რეაგირება არ აქვს სხეულს როგორ მომისმინა ხო და რო არ აქვს რეაგირება ცოტა უნდა მიიღოს კიდე რო არ აქვს რეაგირება მეც და მეტ გლუკოზას აჭმე მიიღებს და შესაბამისად შემდეგ მეტ ინსულინი წარმოიქმნება და არ ვარჯიშობს როცა არ ვარჯიშობს კუნთი თუ არ ავარჯიშე კუნთის ვარჯიშის შედეგად ამ რეზისტენტობის დროს კუნთის უჯრედი ცხოყრუა იმ გლუკოზის მიმართ იმიტომა ბევრი გლუკოზა სისხლში მაგრამ როდესაც იწყებ კუნთის ვარჯიშს თუ გინდათ სასურველია რომ დატვირთვით იყოს ეს და კარგი შეკუმშვა ძლიერი განვითარდეს უკვე სხვა გზები იღება რომელიც ოდესაც კუნთს შეუძლია კუნთის უჯრედს ანუ შეუძლია შეთვისება ამ გლუკოზის და მე იქ მარაგა დააგროვოს რა თქმა უნდა მე ის მარაგი როდესაც გლუკოზა ეცემა ინსულინიც ეცემა მე მარაგი გროვდება კუნთში რომელიც იშლება და იქ ATF ნუ მოკლედ მე არ დაგლი და ენერგიის წყარო
იმატებს და ენერგიული ხდები უფრო და კიდე გემატება ენერგია რომ შემდეგ უფრო გააგრძელო ძლიერი ვარჯიში და ეს ბავშვებიც იცით აი და ვარჯიში უნდა აუცილებლად ამ შემთხვევაში ასე თუცა ჰიპერინსულინემიცა ჭარბიწონაც არის აქ პოლიკისტოზს დავანებოთ თავი ის პოლიკისტოზი არაფერს პოლიკისტოზი აქვს ყველას 20 წლამდე, ავიღებთ რომ პოლიკისტოზური აქვს სინდრომი, ვაიმე ჩვენ იქ საერთოდ მეორე ხარისხოვნები ვართ გინეკოლოგები. თუ იქ დიდი კისტა არ არის, რაღაცა თანდაყოლილი ან რაღაცა პოლიკისტოზის პრობლემა მოხსნილია, არ არის. აქ ლაპარაკი არის რომ თუ ჰიპერინსულინემიაა და ჭარბი წონა, როგორმე ნუტრიციოლოგი, ტრენერი კარგი და ვარჯიში ამბავს და დაურეგულიროთ. იცით რა, ბევრი მშობელი მოდის, ის არის დატვირთულია სკოლაში არ მაინტერესებს მოთხარი უნდა გაანაწილოთ იმიტომ რომ მე მოიკითხენ აი ახლა რაც ხდება აუცილებლად ან ზოგჯერ მოდის ციკლების გადაცდენა არარეგულარულია 13-14 წლის არის მაგრამ არ არის ჰიპერინსულინემია ძალიან გამხდარი ბავშვია აი ამ შემთხვევაში სხვა დახმარება უნდა ხო მე ვიყავი ეგრე არ ვიყავი მაგრამ ვარჯიში მაინც მნიშვნელოვანია მიხდი ჰიპერინსულინემიის გარდა იქ კიდე სხვა მექანიზმები ერთვება როდესაც საკვერცხლის მუშაობაში უწყობს ხელს უამრავი რაღაცა იქ რაღაცა ინსულინი მაინც იმაზე მეტი გამოგეყოფა თქვენ ვიდრე თქვა ჩვეულებრივ ბავშვებს ხო როდესაც თანდაყოლილია ეს პოლიკისტოზური ჩანასახოვანი და იმ ინსულინის შეწოვას უწყობს ხელს განაწილებას ვარჯიში და ამას ისედაც ფიზიკური აქტივობა მასში მოზარდებში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო გარეშე ვერანაირ შედეგს მაყავს ესეთი მშობელი რომელიც ყოველკვირა რეკავს მოდის ვეუბნები რომ აზრი არ აქვს თქვენ ამისთანაც ასეთ საქციელს იმიტომ რომ თუ ეს ბავშვი არ ავარჯიშეთ, ვერ მიიღებთ შედეგს მარტო დიეტებით, ერთი თვე აედიეტებს, კლავს ამ ბავშვს, მე ეს ბავშვი თავის ჭკუაზე გარბის დააკეთებს, რასაც უნდა. მაგრამ პირველ მშობელი უნდა აღიზარდოს. ამიტომ ყოველწლიანები რომ ბავშვებს მოაწვალებთ, მე ბავშვის ნახვა საერთოდ არ მაინტერესებს, ანალიზი და დედასთან უფრო მეტი მიჯდება საუბარი და ამ საკითხზე, ვიდრე ბავშვთან. ბავშვი რაღაც მინდა, ხა ერთხელ რომ ნახავ საკმარისია. თუ რაღაცა ისეთი ტკივილი ან რამე არ განვითარდა. ისედაც მაშინ რა ქვია, ძალიან ცუდ შედეგებს ვიღებთ ხოლმე, მე დიდობაში, როდესაც უკვე დედის კონტროლიდან გადის და ბავშვობაში აქვს გამოცდილება აი ამ დიეტების და შეზღუდვების, მე ფსიქოლოგიურად არასწორი დამოკიდებულება უყალიბდება კვებასთან ამ ბავშვს. და ნუ აი ძალიან მე მომისმენია ძალიან ბევრი ისტორია ჩვენ ბლოგზე, ამდენ გოგონას გაუვლია ჩვენი მასში, მარათონში და აი ზუსტად ისინი აწყდებიან აი მკვებითი აშლილობა, რაღაცა სტრესული კვება, შიში საკვების ვისაც აი ძალიან ადრე აქვს ეს დიეტები და შეზღუდვები დაწყებული. ამიტომ აი ამ დიეტას ვამბობ ხოლმე რომ ფიზიკურ აქტივობაში ჩადეთ ძალისხმევა და რესურსი. კი, მაგრამ ფიზიკური აქტივობაც, მაგრამ აუცილებლად უნდა გავამახვილებინოთ ყურადღება ნორმალურად, რომ ჭამაც მნიშვნელოვანია, რომ კოკა-კოლა და ესეთი შაქრის ამ რაოდენობის მოხმარება და თან მაინც ვერ აკონტროლებს სკოლაში. რა ბავშვის ჯიბის და იმას თუ არ შთააგონე, რომ აუცილებლად ეს არის ძალიან მავნებელი, მაინც სკოლაში რაღაცას პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. თათია, ერთი კითხვა მაქვს. აი PCOS-ის შემთხვევაში, თუ PMOS-ის, მოდი ესე ვთქვათ. როგორც ესე იგი არიან გოგონები, ვისაც არანაირი პრობლემა არ ექნებათ შვილოსნობაზე, ახლა ჩემ შემთხვევაში მაგალითად ვადაობ ხოლმე, კაცი რო აცემინებ და მეორე სულად რჩებოდი. და მეორე ვარიანტია, როდესაც PCOS-ი პირდაპირ ურტყავს შვილოსნობაზე. შეგიძლია ეს აგვიხსნა, რატო ხდება და აი როგორ შეიძლება რომ პირველი შვილი რამდენი წლის ასაკში გააჩინა? 22-ის. 22-ის და არანაირი პრობლემა არ ქონია. მე ამიტომ თქვენზე ვერ ვილაპარაკებ, რომ არ იყავი იმ პერიოდში ჩემი პაცი არ მინახე. აი ჩემიდაც ესე იყო, ჩემდასაც პოლიკისტოზური ჩანართვები აქვს და იმასაც ბავშვი ორსულობის პრობლემა არ ქონია, ხო? გასაგებია. ანუ რა მე ისეთ ბოდიში გაწყვეტი და მე ერთადერთი მახსოვს, რომ აი პირველად 6 თვე მე თვითონ ვინარჩუნებდი, რომ ცოტა ხანი ვიყოთ დრო ვატაროთ, მაგრამ მახსოვს, რომ იმან რომ ჩამხედა გინეკოლოგმა პირველმა, მითხრა, რომ რაღაც შენი საშვილოსნო გადახრილია და რაღაცა პოზა ორსულად არჩევარ და
ეს დღესაც მოკლედ მაგაზე ცოტა არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ პოლიკისტოზური საკვერცხე ზოგს აქვს და მაინც ადვილად ორ სრულდება ეხლა მარტო რა დაკვირტვით ხო არ გამრავლდებით ესე იგი სპერმას შესაბამისად პარტნიორი ძლიერი იყო მარტო თქვენ თავზე ნუ აიღებთ ამ იმას ემოზუ გიждდებს ქალებმა რომ იცავ მე ძალიან ადვილად ორ სრულდება ეს იგი პარტნიორი ძლიერი ხარ მეორე საკითხი თქვენ 20 წლამდე გქონდათ ის პრობლემა არ ამგონია ხა მე კიდე დედას ეტარებინე 20 წლის მერე ანუ დალაგდა ეს იყო არა PCOS-ი შენთან ჩვეულებრივი მე რასაც ვიცახე თინეიჯერული PCOS-ი მიხვდი პოლიცისტოზური და 20 წლის მერე ჯაჭვი ჩამოყალიბდა როგორც ნორმალურ გოგოებს სადღაც 20-დან 21 და იწყება მე ოვულატორული ციკლი მაგრამ მერეც რომ მივდიოდი გინეკოლოგთან მეუბნებოდა რომ ეს არის პოლიკისტოზური ჩანართები და ციკლი მომიწესრიგდა 33-ისას ყოველდღეში როცა რაღაცა 6 თვეში ერთხელ აგდებდი თუ არა დომინანტ ფოლიკულს მაინც აკეთებდი მაგ საქმეს ყოველ შემთხვევაში უფრო ამას ქვია უფრო ოლიგოვული უფრო იშვიათად თქონდა არა ყოველ თვე თქვა ოვულაციები არამედ უფრო იშვიათად მაგრამ ნუ პრობლემა არ იყო ესეთი ხდება ყოველთვის ვეუბნები რისთვის გინდა და რა გინდა რა პრობლემა გაქვს ჯერ ისთვისაც მოდიხართ ექიმთან ხო აი პირველ რიგში თავიდან არ აქვს რეგულარული ციკლი. ნუ აქვს, არ არის პრობლემა პირველი 6 თვე, როდესაც მოუვა 13 წლის გოგოს, მე ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. თუ 1 წლის მანძილზე არა, მე შეიძლება უკვე პატარ-პატარა დახმარებები ძალიან რეგულაციისთვის. და მე შემდეგ უკვე ხომ, აი 20 წლის მერეც თუ ვაკვირდებით, რომ არ არის რეგულარული ციკლი და იგვიანებს, მე უნდა გავერკვე რა უნდა პაციენტს. ანუ ყოველთვე ციკლი უნდა რაგზით უნდა ბავშვი თუ უნდა მარტო ციკლი, აი საჭიროა მარტო ციკლი თუ ბავშვიც არის, აი სხვადასხვა მიმართულებებია. გაიგე, ესე რომ შენ რაღაცა დალიო 6 თვე 1 წელი და პოლიკისტოზური საკვერცხე, რომელსაც აქვს თანდაყოლილი პოლიკისტოზური საკვერცხე, გახდეს 5-იანზე მომუშავე, არა, გამორიცხულია. აი როგორც შენთან თავისით რაღაცა პერიოდში, როდესაც ჩადგება ანტიმიულერი წყობრში მე იქნება უკვე რეგულარული ანტიმიულერი მეორე დახსენე უკვე და ეს რა არის ანტიმიულერული ჰორმონი გაჩვენებს საკვერცხეში არსებული სკვერცხუჯედების და ფოლიკულების რაოდენობას ის როცა 6-ზე მეტია ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის პოლიკისტოზური საკვერცხეები ანუ უფრო ეს სისხლით იზომება ხო სისხლით კი და ამავე დროს შენ რეზერვს გაჩვენებს ამა თუ იმ ასაკში რამდენი დაგრჩენია კვერცხუჯედი შვილოსნობისთვის და ვიჩქარო არ ვიჩქარო და ასე შემდეგ. ანუ შვილოსნობის ერთ-ერთი მარკერია, ასე რომ თქვა, სისხლით განსაზღვრული ქალებში. და ესე იგი PCOS-ი არ ნიშნავს აუცილებლად რომ უნდა იყოს ანუ გამორიცხულია რაღა დროსია, ახლა 21 საუკუნეა PCOS-ი უშვილობა გამორიცხულია. უკვე ეგეთი რამე არ არსებობს. აძლევს სტიმულაციას. შეიძლება ზოგი ქალი 10 ლარიანი წამლით დაორსულდეს ძალიან 10 ტაბლეტით, რომ ეკითხებიან რა თანხა დაჯდება. ზოგი 10 ლარიანი წამალიშველის, ზოგს ამპულა ღირს 100 ლარი და ზოგს 4000 ლარიანი სტიმულაცია ჭირდება. ასე რომ გააჩნია პარტნიორი იქ სხვა რაღაცის ფაქტორებიც არის, ხო? მარტო თვითონ ხო არ არის. უბრალოდ ეს არის ნაკლები ოვულაციები, ნაკლები სიხშირის და ნდობა რომ მაგალითად აი ესეთი საკვერცხეები გათვალო შენ რომ არ დაორსულდე და ციკლზე იყო დამოკიდებული მაგალითად კონტრაცეფციული ეფექტი კალენდარული აქ არ გამოდგება არავითარ შემთხვევაში ჩემზე კარგად იცი ანუ თავის ჭკუაზე მიდიმოდიან ეს ციკლები ამიტომ ისედაც ვეუბნები რომ ამ ასაკის ახალგაზრდა გოგონებს თუ ორსულობა არ გინდა დაბალდოზირებულ ხარისხიან კონტრაცეფციაზე არიან და შესაბამისად ორსულობის პრობლემაც მოხსნილია და ზუსტად იციან როდის მოუვა ციკლი როგორ გადაწიონ სადმე თუ მიდიან ძალიან ადვილად შეიძლება ამ ყველაფერს გაკეთება თქვა თუ მენსტრუალური ციკლის გადაწევა გვინდა და ასე შემდეგ. თუ არ უნდა მაგალითად კონტრაცეფცია, არ აყავს პარტნიორი, არც დაორსულების შიში არსებობს კიდე სპეციალური მედიკამენტი, აი ესეთი საკვერცხეების დროს, ანუ ჩვენ რომ თქვა ზარმაცი საკვერცხეების დროს, რომ არ ყოველ თვე არ გვაძლევს მენსტრუაციას, არის სპეციალური კიდე ისეთი პრეპარატი, რომელიც არ ის არის კონტრაცეფცია და მხოლოდ 5 დღესვა, ან 10 დღესვა მაქსიმუმ ციკლი თავის დროზე რომ აწყობი ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. სისტემისთვისაც არ მარტო გულში ერთხელ რომ მოდის წონასთანაც ინსულინთან ეს ყველაფერი სისტემა ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია რომ მინიმალური დახმარებებით რომ ყოველთვის იყოს მაგრამ რომ ეკითხებიან აი როდის დამთავრდება ჩემი წამება არავინ არ იცის როდის გამორიცხულია შეიძლება დაამთავროს ისე მენსტრუალური მაგრამ უფრო მეტად მე არ მინახია რომ დროთა განმავლობაში ბოლოს 40 წლის მერეც კი არ გასწორდეს მაგრამ არის შემთხვევები რომ შეიძლება ბოლომდე იყოს მაგრამ ძალიან იშვიათად მაგრამ ბოლოში გასწორდება და ყოველთვის აქვს
ოვულაციები და ყოგონებით ძალიან პლუსია ეს თქვენთვის, იმიტომ რომ ასეთ ქალებისთვის, იმიტომ რომ ხანგრძლივად ინარჩუნებენ ამ ესტროგენებს დიდი რაოდენობით. კი, ეხა უფრო გაფაციცებით ვარ რომ რაღაცა არ გაგეპარა. ყურადღებით უნდა იყოთ თუ არ გინდა დაუგეგმავი. ორსულობა. თათია, პარტნიორი ახსენე ძალიან ხშირად. მაინტერესებს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის პარტნიორის ასე ვთქვათ სპერმის სიმყარე ითქმება თუ სიჯანსაღი ითქმება სიკარგეზე ხო ანუ არის თუ არა ესეთი პრაქტიკა რომ წყვილმა უნდა დაგეგმოს ორსულობა და დავუშვათ რაღაცა მანამდე რაღაც პერიოდის განმავლობაში აი არ ვიცი რა რეკომენდაციები გაიცემა როდესაც წყვილი გეგმოს ორსულობას კაცმა უნდა გარკვეული თავშეკავება 2-3 დღის მერე აუცილებლად უნდა მიიტანოს ლაბორატორიაში და შემოწმდეს სპერმის ხარისხი შეიძლება მაგალითად ცდილობენ თუ რამდენჯერ ყოფილა 2-3 წელი და საქართველოში რა ვიცი ექიმს არ მოსვლია აზრად თუ ესენი არ ამათ რატომაც აზიურ ქვეყნებშიც არის და ჩვენთანაც რო ბევრ რაღაც პირად შეურაცხყოფად იღებს სპერმის ანალიზას ու გიждები ერთი ანალიზი გჭირდებათ ქვეყანას და იმასაც გვამადლით კაცო ამ ქალებს მილიონი ანალიზი და ერთი ანალიზი წყდება წარმოიდგინე ძალიან თითქმის მისი შვილოსნობა გადაწყვეტილი აქვს სპერმის ხარისხს და ჩვენ უამრავი რამე გჭირდება ამიტომ პირველ რიგში 2-3 დღის თავშეკავებით გამორიცხულია მე პირიქით ვიწყებ მამაკაცი იმიტომ რომ ყველაზე მეტი პრობლემა ეგ არის შეუქცევადი, რომელსაც ვერ შეცვლი და არ იცვლება და თუ სპერმა უხარისხოა იმ დონეზე, მას არაფერი არ ეშველება, პირდაპირ გადადიხარ ხელოვნურ, ანუ ინვიტრო განაყოფიერებაზე. ამიტომ პრაქტიკულად ჩვეულებრივ ცხოვრებაში, თუ ქალი ჯანმრთელია და ახალგაზრდა, ჩვეულებრივ ყოფაში, თუ ეხლა ძალიან ასაკოვანი არ არის ქალი და იქ უკვე კვარცხლბედის პრობლემა არ არის, ახალგაზრდა წყვილებში პირველად უნდა შემოწმდეს მამაკაცი, იმიტომ რომ მისი შეცვლა ისიც გენეტიკურად განპირობებულია. 80% მამაკაცის უშვილობა, ამიტომ პრაქტიკულად შეუძლებელია. აი დღეს ყავდა პაციენტი, რომ რაღაცა პრეპარატი იმას გენეტიკური პრობლემა აქვს, ნუ ინვიტრო შედება. არაფერი არ შეიძლება წამალი დავრეკე საფრანგეთში, რომ რა ვიცი, იქნება რაღაცა გამომრჩა, იმიტომ რომ ნუ ძალიან უნდა ამ გოგოს რომ ამ ბიჭმაც რაღაცა მიიღოს, გამორიცხულია ის გენეტიკურად განპირობებული პრობლემაა. მორჩა, მას ინვიტროს გარდა არაფერი არ უშველის. ამიტომ პირველი უნდა ჩაბარდეს, ნუ იწვალებთ ქალებო თავს, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს თქვენი პარტნიორის სპერმა. შემოწმდეს აუცილებლად ყოველ მისეს გარეშე და მე უკვე და მეორე ანტიბიულერი. მე რასაც ვახსენებ, იმიტომ რომ რეზერვი დღესაც ყავდა პაციენტი, რომელსაც რა 24 წლის ვარ მჭირდება ანტიმიულერი. როგორ აქ მჭირდება? ნაადრევი საკვერცხის განლევის სინდრომი არსებობს და ზუსტადაც დღეს რო ეხო გაუკეთე მე მგონი რომ ძალიან ახლოს არის აი ამ პრობლემასთან 24 წელი. დაიბადა ცოტა რეზერვით. ხო იბადებიან პოლიკისტოზურია? გენეტიკურია თუ დედის ორსულობის დროს მოხდა იქ რაიმე შხამქიმიკატებთან ან რა ვიცი ასე დაბინძურებული გარემო იქ ტყვია იქ ყველაფერი რაც კი შეიძლება ჰაერში სიბინძურე იყოს არც თუ ისე ცოტათან ჩვენ ირგვლივ ეს ყველაფერი სტრესები გახსნიან Facebook-ს და ჩემტერს ხო დილიდან უკვე 400-ზე ხარ დახურავ და მაშინ ვერ ერკვევი საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაზე ხო ვისაც არა მაქვს Facebook ეს რაც ნიშნავს სირაკლემის პოზა რა ვთქვი არა მაქვს სოციალური ქსელები ეგეც რაღაცა არასწორი მიმაჩნია მაგრამ ნუ ეს სტრესიც მოქმედებს ნუ თუმცა ხო რაღაცნაირად მენტალური ჰიგიენაც უნდა დავიცოთ რაღაცნაირად ხო რაღაცა შუალედულის დავიჭიროთ 21 საუკუნეა დღეს ყველაფერი მაგაზია სოცქსელებზე და ყველაფერი ამაზეა ხო სოცმედიაზე და ამავე დროს აი ერთი კიდე ჩემი თხოვნა რომ აი ურსულობის დროს პოლიკისტოზი არანაირი პრობლემა არ არის ამაზე არ ვიცახი ზოგადად აი ცოტა რეზერვით დაბადებაც რომელიც არ ვიცი ჩვენ რატო ხდება არის რაღაცა ნაწილი გენეტიკური მაგრამ უმეტესად ნუმის წილი მაინც environmental გარემო ფაქტორებზე და სტრესებზე აი ურსულობას როცა წვითავთ შეეცადეთ რომ აი ყველანაირი პრობლემა მოაგვაროთ კბილიდან დაწყებული ოჯახური მეუღლესთან ურთიერთობა რომ ურსულობამ გაიაროს მშვიდ გარემოში ესე იმუნიტეტს ნაყოფს არაფერი არ უდაბლებს და ნაყოფს არაფერს ახლა მე სულ ვიძახი ხოლმე რომ მესამე ყური არ გამოემება რა თქმა უნდა და მესამე თვითია მაგრამ ნერვული სისტემა რომელიც ის აუტიზმიც ხო და ის აუტიზმის სხვადასხვა გამოვლინებები და თუ გინდა კოგნიტურია თუ მეტყველების შეფერხებები და არა აუტიზმად ჩამთქვა ნებისმიერი შეფერხება ურსულობის დროს არის კოდირებული ამიტომ აი ეს მინდა რაღაცა ჯერ ქართველებს ეს family planning-ი დაგეგმვა კიდე
არ გვაქვს და ნუ ძალიან რთულიც არის ხო ჩამოვედი 30 წლის წინ და 30 ფერს ამბობ 25 წლის წინ და ეხლა რა შედარება არ არის მაგრამ ძალიან რთულია ხო აი მაგ მიმართულები დაგეგმა და მე ეხლა წეღანაც კადრს მიღმა ვლაპარაკობდით აი ბავშვის გაღვიძებას და იმაზე აი პირველი 3 თვე ორსულობაში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ პირველ 3 თვეს არ ყალიბდება ბავშვის ნერვული სისტემა და ის უნდა იყოს ის პირველი 3 თვე რაღაცა გონებრივად სიმშვიდე მე უკვე დიდი ბავშვია და იმერე საერთოდ ესმის უკვე ყველაფერი ოდნავ რო ტონს აუწე ხო იმასაც გზნობს და შესაბამისად იმიქე რა იგი მაგას კი არა ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს საზღარ მუსიკას და ეს მძიმე როკი და ეს კონცერტები და ეხლა რო ჩამოდის და იქ წავიდე არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ბრაგაბრუგი არაფერ ხო ის ხო ვერ იგებს რა ხდება და უკვე ძალიან აღშფოთებულია შიგნით რა ხდება მის გარშემო და ხო ამიტომ ესეთი რაღაცეებისგან უნდა თავი შევეკავო მე მახსოვს მაშინ გაგუასთან დავდიოდი მაშინ მანქანაზეც არ დაჭდო ეცადეო რომ მანქანაზეც არ დაჭდეო მაშინაც კი როცა ჯერ კიდე ღვედი არ იყო სუვიძაღ იცის ჩემ ასისტენტებმა რომ ღვედის garaში სადმე რო ქუჩაში დამენახა ჩემ ორსული ალბათ დავაჯარიმებდი მე ძალიან კაცრად როცა ჯერ კიდე ეს არ იყო ხო იმიტომ რომ ღვედს მართლა ძალიან დიდი და მე თავის დროზე დიდ გზებზე მაინც უღვედი მეკეთას რომ ძალიან კაი მესიჯი არის თათია წეღან ახსენე აი რეზერვით არიბადება საკმარის რეზერვით ნუ PCOS-ზე ასე თუ ისე ვიცით რა გამოვლენა აქვს ამ შემთხვევაში ან თინეიჯერობიდან ან მომავალში. აი ესეთ ადამიანს რომელიც ნაკლები რეზერვი აქვს დაიბადა. ხო, დაიბადა ესეთ გოგონას რა სახის გამოვლენა აქვს? ანუ დედა როგორ უნდა მიხვდეს რომ ამ გოგონას აქვს ნაკლები რეზერვი? ნაკლებად ძალიან ძნელია რომ მიხვდეს, უბრალოდ ანუ ციკლი აქვს ჩვეულებრივად აქვს ციკლები ჩვეულებრივად აქვს ყველაფერი უბრალოდ აი 20 წლის ასაკში ან რაღაც შეიძლება როდესაც მივა ექიმთან თქვა ეხოსკოპიურადაც დაინახოს რომ საკვერცხი თქვა არ არის ან დაურსულება უნდა და უკვე 20-21 წლის ასაკში და არ გამოდის და მიდის ექიმთან ან ყველამ არ არის აუცილებელი მაგრამ აი თუ ხედავს რომ თქვა ან რაღაცა ზედმეტად წონის მატებაც რომელიც აი როგორც მენოპაუზალურ ქალებს ახასიათებს თქვა მართლა არის ყვებება ისე როგორც წონას იმატებს ან უგუნებობა ან ყოფლიანობა ძილში ეს შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის განაც იყოს და არ უნდა აერიოს და იმ წუთში უნდა ექიმს მიაკითხოს რომ იქ შემოწმდეს აუცილებლად იმიტომ რომ ფარისებრი ჯირკვლის ნაკლებობამაც იცის ეს ხამე შფოთისინი ამასაც ახასიათებს და ასე რომ თუ ხედავთ რომ თქვა საკვერცხის ზომა ექიმი შეხედავს ხო ძალიან ფაქიზად და ფრთხილად უნდა მიაწოდო ეს პაციენტი იმიტომ რომ იმ წუთში შეიძლება ძალიან განერვიულდეს ახლა 24-23 წლის ბავშვს ხო პირდაპირ მიახალო რომ თქვენი საკვერცხე და თქვენ დაბალი რეზერვით დაიბადეთ მე ვასწავლე აი ანტიმიულერი იქ FSH-ი ორი გორმონია თვითონ რო იღებს უკვე რო ჩახედავს ვაიმე ნაკლები მაქვს უკვე იცის აი ვეუბნები რომ 1 და 5-ზე ნაკლები ამ ასაკში ცოტა ცუდია არ არის კარგი და მაშინ ვიჩქაროთ ორსულობისკენ. ნუ თუ ორსულობა არ უნდა ვთქვი რამოდენიმე პოდკასტში და ისედაც ყველგან ვიტყვი რომ მაშინ დროზე უნდა დავიწყოთ საკვერცხის რეზერვის შენახვა, ანუ კვერცხუჯადების შენახვა, გაყინვა, ასე ვიფიქრო და ასე შემდეგ. ისედაც ძალიან დრამატული ერი ვართ და ეს დრამატიზმში გადაგვაქვს ყველაფერი და ამიტომ სულ ვცდილობ რომ იმიტომ ჩემზე ბევრი იძახის რომ პირდაპირ იცის მე ხლა გავიგე მაგრამ ხლა რომ ყველანაირად მიული მე რა ვქნა ხა რა მე სერიოზულად ვერ აღიქვავენ სერიოზულად ხო ადამიანს რო ეუბნები რომ ჯერ ესენი გაქვს მოსაგვარებელი ხო და როდესაც საკვერცხის რეზერვი ნაკლებია იქ რაღაცა გენეტიკური ფაქტორი შეიძლება იყოს ის გენეტიკური ფაქტორი შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვათ ერთ-ერთი X ქრომოსომაზე არსებულ მუტაციაზე რომელმეც შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს აი ესეთი ისინიც არსებობს გესმის და უბრალოდ ამის გამოკვლევა და შეიძლება და ხლა უხსნი და ბოლოს გეუბნება იცით რა მე ბუნებრივად მინდა გავიგე რომ გინდა ყველას უნდა ბუნებრივად მაგრამ 21 საუკუნეა რისი გამოკვლევაც შეიძლება მე ესეთი მაქსიმალისტი ვარ მე მირჩევნია რომ ყველაფერი გამოკვლეული კონდეს ჩემ პაციენტს და მე ვიცოდე რას ველოდები ვიდრე მე სახტად დავრჩე რომ დაიბადება ბავშვი კი ბატონო და ვაიმე უიმე რო ატყდება მე და თანაც ყველაზე ადვილია მე რომ რა დახმარება გაუწიოთ იმ ბავშვს ჩვენ ხო მე არ ვიძახი რომ იქ რამე გავაკეთოთ და ჩავერიოთ და მოვშალოთ თურსო არა მაგრამ თუ მისახმარებელია რომელ ქვეყანაში უკეთესად კეთდება ეხლა ბევრ ქვეყანაში აქ რაც კეთდება ბევრ ქვეყანაში არ კეთდება ის გარკვეულ თანხებთან არის მოვიძიოთ ის თანხები აი მთელ იმას გეგმა ანუ წინასწარ არის დაგეგმილი ჩემი პროცესი კი რა თქმა უნდა ბუნებრივად მინდა და ჰოპი ჰაპ არ ხდება ესე რა თუ პრობლემაა მოკლედ საჭირო არის დაგეგმილი და ეხლა მოუგვარებელი სიკვდილის გარდა ყველაფერია და ეხლა ისიც ვაიმე და ისიც რომ განლეულია მაგალითად ისე საკვერცხე გინა ცოტა მერეც და თქვა შენი კვერცხუჯედით არ გამოდის ესეც
არ არის ტრაგედია, კი, მესმის ყველა ქალისთვის უშუალოდ, მაგრამ აი ქართველი როგორც იღებს, მე არც ერთ ქვეყანაში ესე არ მინახია. ნუ ისე იღებს, რომ აი მართლა ნუ ჩვენთვის ეს კულტურული ნაწილი არის ალბათ, რომ ეს შვილი, ოჯახი, საკუთარი შვილი, ისედაც მე რამდენი ხანი კი არ და ეხლაც მე მგონი ნაშვილები ბავშვი ყოველთვის დამალული, მიჩქმალული ეს ინფორმაცია. ხო, ნუ ესე, მაგრამ უნდა ნელ-ნელა თუ გვინდა ევროპა, თუ გვინდა წინსვლა და განვითარება, უნდა ნელ-ნელა ავყვეთ, ხო, გასაგებია და ნუ ჩვენც უნდა ფსიქოლოგია, დღეს პაციენტს ვეუბნები, რაღაც დღეს მართლა იმდენ რამდენ მოხდა. ეს დღეს ძალიან დავიღალე ისე. დღეს პაციენტს ვეუბნები, რომ თქვენ გაქვთ დანიშნული ჰორმონალური თერაპია, მენოპაუზალური და არ არის საკმარისი ვატყობ და ცოტა ფსიქოლოგი რომ ჩავთო და ფსიქიატრი, ფსიქოლოგი არის, ფსიქოლოგი უმეტესად ერთად არის ევროპაში და ფსიქიატრიულის რა მჭირს მე? არ მჭირდება. ანუ ფსიქოლოგი, ქალბატონო, თქვენ ნეიროპათოლოგი არ გჭირდებათ. თქვენ გჭირდებათ ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთად რომ პატარა აი რაღაცა იმ ფსიქოლოგმა თუ გახტავ დასანიშნი, იმიტომ არის რომ ორივე ერთად არის ეს დარგი, ევროპის ბევრი ექიმი არის როგორც ფსიქიატრი, ასევე ფსიქოლოგი და საქართველოშიც არის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ახლა რეკლამაში არ ჩაგვეთოლოს, რომელთანაც ვაგზავნი ხოლმე, ხო? არა, უშო ჩაგვეთოლოს გაცდო. მოიწვია მე შენ თვითონ პოდკასტში. მითხარი მე სახელმწიფო და ასე რომ იცი რა ძალიან ადვილია მის ჩემი ურთიერთობა, იმიტომ რომ მაინც ის ჰორმონალური თერაპია დანიშნულია, ანუ რაც ჰორმონებს შეეხება და შფოთვას და იმას, რომელსაც ჰორმონიალაგებს დალაგებულია, მაგრამ იქ შეიძლება არის კიდე რაღაცა პატარა საკვანძო, რომელსაც მე ვერ გავხსნი. სუგუბო ისა უფრო ტვინიდან და ტრამვებიდან თუ ტრამვებიდან გესმის? ეხლა მე მაგის შეიძლება ჩემი შვილი ამ საკითხზე მუშაობს და იქითაზო ყოფილა კიდევაც და იმდენს მელაპარაკება, რომ შეიძლება მალე მე მაგ დარგში გადმოვიდე, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ჩემს მაგრამ იცი რა მაინტერესებს, შესაძლებელი ხო ბავშვი სხვა თემაზე წავედით, მაგრამ მოიტანა მან ლაპარაკ, მაგრამ შესაძლებელი რომ ნუ ესეთი ღრმა სერიოზული ტრამვები არ კონდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჰორმონალური რაღაცა დისბალანსია, განსაკუთრებით ქალებში დაიწყოს რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები. რა თქმა უნდა. აი რა შემთხვევაში არის? ხო, მენოპაუზალურ თერაპიას სანამ ბოლომდე არ გადაირევიან და გადაფსიხდებიან, არ გადაწყვიტავენ, რომ არ გონიათ ეს, რომ გჭირდებათ. გესმით, თან შეხედულება, რომ ჰორმონალური თერაპია აუცილებლად კიბოს გამომწვევია, დავიღუპე და ასე შემდეგ. ცოტა მისაღებია ხო ჰორმონალური ჩანაცვლებით თერაპიას, რომ ისმენ, ნუ ესე იგი ცოტათი ხო, აი თითქოს მაინც ცოტა შიშის მომგვრელი არის, იმიტომ რომ იქ იცი რომ ის ჰორმონები მადას მოგიმატებს, ის რაღაც ჰორმონები რაღაცა როგორ რა კავშირია პირიქით მაგრამ ესეთი ნაკლებობა, ხო? ამ ჰორმონის ნაკლებობა რა ვთქვით, ახლა რა ვილაპარაკეთ PCOS-ს, რადგანაც ის ესტროგენი არ გამოიყოფა ის ესტრასაჭირო აქტიური, იმიტომაც იწყება მოთხოვნილებას კვებაზე და მეც შაქარს ვჭამ, შესაბამისად მე ის ასევე მენოპაუზის დროს საკვერცხე გამორთულია, ზუსტად იგივეა პრინციპი და არ გამოიყოფა შესაბამისად აქტიური ესტროგენი, ესტრადიოლი და ვიწყებთ მეტ ჭამას, მეტ კვებას, ვისცერალური ცხიმი. თელ ცხოვრება გორმოსვა და როგორ გითხრა ახლა? და ესე იგი ყველა მთელი ჩემი პაციენტები, ვინც არიან დიდი არმია, ჰორმონულ თერაპიაზე მყავს, ხო? პოსტმენოპაუზალურზე და რომელიც არ იწვევს პირიქით წონის მატებას. პირიქით იწვევს, იხდება. იცი რატო არის მართლა თათი ეს სტიგმა, რომ მართლა ჰორმონების შიში არსებობს ქალებში, იმიტომ რომ ნუ ბავშვობიდან გვეშინია რაღაც ამ ჰორმონების, მოხსნათ ეს სტიგმა რა და უნდა გაარღვიოს და აგერ უკვე იდება ამერიკიდან არის არაჩვეულებრივი ქართველი იქ მოღვაწე გინეკოლოგი, რომელიც მენოპაუზალურ გადასარევ ლექციებს, რომელიც ხელმისაწვდომი ამ სოციალურ მედიაში შეუძლიათ იმას უსმინონ, მეც რაც შემიძლია, მაგიტომ დავიწყე და დავთანხმდი პოდკასტებშიც და გამოსვლებშიც, რომ მართლა უკვე ვატყობ, რომ მარტო იმ ჩემი პატარა არეალით პაციენტების ვერაცხები, ხო და თვითონ ექიმები რომ მეკითხებიან, გინეკოლოგები, იქ აღარ არის უკვე ლაპარაკი სხვა დარგის, რომ შენ სამჰორმონალურ თერაპია მართლა რატო არის ესე? ნუ ვერ გიყვი და მე როცა ხო, ნაკლები განათლება, მეტი არაფერი. ამაზე ლაპარაკი არ არის ხალხნო, ხო? უბრალოდ კარგი გამოკვლევა აუცილებელი. ხა მე წავედი ვიყიდე სამ იმაში, ხა ჩვენთან არ არის, იცი რომ ჰორმონალური თერაპია გინდა ეუთიროქსიც გორმონია, ელტიროქსინი, ფარისებრი ჯირკვლის, ხო? ყველა გორმონია ის არ იყიდება რეცეპტის გარეშე ჩვენთან ხელმისაწვდომია, მაგრამ მე არ გეუნებით წახვიდე და თქვენ თვითონ იყიდოთ, მაგრამ კვლევის გარეშე როგორ მაგიტომაც რადგანაც აი ძლივს გიპოვნეთ და ამიტომ რომ ძლივს საპოვნელი არ გახდეს ესეთი ექიმი, გადავწყვიტე რომ პოდკასტებშიც გამოვიდე, იქიდან დაიწყეს ამერიკიდან უკვე წერა ამ ქართველმა ექიმებმა და აი ბევრი ინფორმაცია უკვე იდება, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს. ჰორმონების ჩანაცვლება კი, ანუ თუ კი რაიმე
კი, ნამდვილად. თვინაშლობებისთვის, რომელიც ნახევარზე მეტი არის ფსიქოტროპულზე, სულ ტყვილა ამასაკში. კარგავს ცხოვრების უნარს, ხო? ვარჯიშის თავი, შენ კარგად იცი, საერთოდ აღარ აქვს ფსიქოტროპულზე, ხა ვარჯიშზე ლაპარაკი ზედმეტი, იმიტომ რომ ის გარკვეულად თავის იმდენ იმას მოითხოვს ეს წამალი, რომ თვითონ გადანაწილება ცუდად ხდება, ენერგია აღარ აქვს მას იმისთვის, რომ ივარჯიშოს, ხო? კი, ამშვიდებს, აწყნარებს თავის ხრი, მაგრამ ისე აწყნარებს, რომ ვარჯიშის თავი ენერგია უენერგიოა. ისედაც ჩვენი მამოძრავებელი ჰორმონი არის ესტროგენი. ესტროგენი როცა ასაკობრივად ნელ-ნელა ჩადის, იქ ვეღარ ვაკონტროლებთ, ანუ ჩვენ რო ვიძახით, რომ აი ვეღარ ვაკონტროლებთ მას ყვებას, როცა შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ძალიან კაი დისციპლინა ჰქონდა, ძალიან კარგი მოწესრიგებული რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ აი ეს ყვების ხმაურს უკვე ვეღარ აჩერებს ტვინში, იმიტომ რომ ზუსტად ესტროგენის ნაკლებობა არის. ეს ესტროგენი უნდა ყველაფერს აბსოლუტურად ხო, ანუ ლეპსებით. არის რაღაცა უკუჩვენებელი, მაგრამ იქაც შეიძლება რაღაცა ჩაირთოს, მაგრამ არის კიდევ რაღაცა ისეთი თქვა დაავადებები და ისეთი ოპერაციული ჩარევები მოხდა, თქვა იყო იქ თქვა საკვერცხის კიბო თუ რაღაც აუცილებლად და ჭკვიან კარგ ონკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ რა სახით როდის რა შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების მერე ყველა არ არის ყველა შემთხვევაში არ არის უკუნაჩვენები ის მცირე რაოდენობით ჰორმონალური თერაპია მე მარტო პეროლ დასალევი ხო არ არის იქ შესაძელია პლასტირის ისე რომელი უფრო ეფექტური არის და არიან ამას არ მიყვარს არ ვლაპარაკობ ამ საკითხზე იცი რატომ მე შეიძლება ეს გააკეთოს და ექიმის კონსულტაციის გარეშე მეშინი ამ საკითხზე კი არა ექიმი წყვეტს იმ დროს რომელი უფრო ეფექტურია რა თქმა უნდა კი არ მეშინი არ არის კორექტული ჩემთან და ჯობია მოვიჯგინ ჩემთან არა სადაც უნდა იქ მივიდეს რომ კორექტული სწორი ინფორმაცია მიიღოს ამის შესახებ ეხლა სხვათა შორის ახლა იმდენად ქალები ჩვენ ცვალებადები ვართ მთელი თვის განმავლობაში და აი ამ სამი ფაზის განმავლობაში სულ სხვადასხვანაირად არის დაუშვათ იქ ჩვენი ნორმა იგინა ესტრადიოლის გინდა ესტროგენის არ აქვს მშობა ძალიან ბევრი რაღაც მარკერი იცვლება ამ მთელი თვის განმავლობაში 21 საუკუნეა იღებ ძალიან კარგად ამ გინა კონტრაცეფციას რომელზეც ყოველთვის ერთი დოზით გამოიყოფა და ეს ბუნება, ეს განწყობილებები, PMS-ები, ეს ყველაფერი თითქმის უკვე განულებულია. ნუ ოღონდ სწორი შერჩევა რა ჩადგეს მაგრამ აი ჯერ რო გავიგოთ დაუშვათ აი მე რომელი კონტრაცეპტივი მჭირდება. იმიტომ რომ მე რატო გეუბნებიცი ახლა მქონდა რაღაცა ერთ-ერთი physician როგორ არის board certified physician მოკლედ არ ვიცი ქართულად როგორ დათარგმნა. და ჩემი და ჩემს ჰქონდა კონსულტაცია და მოკლედ ისეთი აღფრთოვანებული იყო მეც გავაკეთე ეს ონლაინ კონსულტაცია და ანუ ამ ქალმა მითხრა რომ შენი ზოგადი ფონი რო გაიგო რა ხდება შენს ჰორმონალურ სისტემაში სამი თარიღი მითხრა როცა უნდა ამეღო ანალიზი ხო რაღაცა ციკლის მეორე დღეს ოვულაციის ფაზაში და 21 დღეს პროგესტერონი როცა საქართველოში ექიმებს ხედა რომელიც ერთ დღეს იღებს ამ ყველაფერს და აი მაგას ვამბობ ნუ ხო და აი მაგას ვამბობ რომ იმდენად მასშტაბურია რომ ეს ერთი კონსულტაციით ვერ დაუნიშნა ვერც იმ კონტრაცეპტივს ვერც იქ არის შენ გაინტერესებს იწყება თუ არა პერიმენოპაუზის პერიოდი ასაკობრივად პერიმენოპაუზა იწყება 42 წლიდან რა თუნდა ხა მაგას კი არა 40-დან და შეიძლება 38-დან თავარია შენი რა გინდა პაციენტს რა უნდა რა აწუხებს და ციკლები რეგულარული არარეგულარული PMS-ი გაქვს რა გაქვს უბრალოდ დაჯდა და მეორე ის ანტიმიულერი შეგიძლია მეორე დღეს თქვა შეამოწმო ან მესამე დღეს მაგრამ ანტიმიულერი ნაკლები ერთზე შეიძლება იყოს 0 და რაღაც მაგრამ და გაუშვა და არ დაიცვა თავი და დაურსულდა და მიიღო არასასურველი უცვლობა ეს არ არის 100%-იანი იმის თქმა რომ თუ ერთზე ნაკლებია შენ ხარ კლიმაქსში ხვდები ამიტომ ეს ძალიან ექიმთან ჭიდრო კავშირი ერთი კონსულტაციით რომ ეხლა აიღე ანალიზი შუაში ბოლოში არაფერს არ მოგცემს თავარია რომ ყავდე შენი გინეკოლოგი, ანუ მენოპაუზალური კოუჩები, აი ამისი კოუჩებიც არიან უკვე, ხო? ჩვენთან არ არიან, აი რას ამბობ. შემიძლია რომ მე ვაკეთებ ამ საქმეს, ანუ ზუსტად რა ჩამოვედი ამ საქართველოში, იმ დღიდან ჯერ საცდელად ყავდა დედაჩემის მეგობრები, ამიტომ მათ ისინი უსიტყვოდ ასრულებდნენ, რასაც ვეუბნებ და დღეს რო შეხედა, ვერ წარმოიდგენ რომ იმ ასაკის ქალები არიან და სუიძახიან თუ ფეხი გადაუბრუნდებათ ან რაღაცა და არ მოწყდებათ, თათიას დამსახურება ეს. ანუ შენი ძახი რომ თუ ჩვენ მენოპაუზის პერიოდში კარგად ვმართავთ აი ამ პროცესს, ჩვენ ეს ასაკზე ვიზუალზე აისახება. რა თქმა უნდა და ძვლები, თავარი არის ძვალი. ძვალი როგორ დავიცვა და მივადგეთ ახლა ვარჯიშის თემას. ძვალი არის ძვალზე მარტო დემესამე სვავ მაგნიუმ სვავ ჰორმონალურ თერაპიას სვავ გასაგებია. მაგრამ ის ძვალი თუ კუნთი არ გაამაგრე, ის ძვალი მარტო დარჩება ძვლად, სახსარი სახსრად, კუნთი კუნთად განლეული უბედური იყოს იმ ანგელოზივი ძვლებზე მიბმული ის კუნთი არაფერი არ გამოვა. ძვალი წვიფიტება ესტროგენის კარგოსთან ერთად.
თქვათ სვავ ესტროგენს. ოკეი, ვიღებ დესამს, მაგრამ იმ კუნთს მაინც ვარჯიში ჭირდება. ვარჯიშის გარეშე და შეკუმშვის გარეშე გამორიცხულია. შეკუმშვას რო იძახი, კარგად გადავთვალოთ. შეკუმშვა არის, როდესაც ან ვარჯიში ხდება, კუნთი იკუმშება და იხსნება. კუნთი შეკუმშვა, ხო, კუნთი იკუმშება და განსაკუთრებით ეხა პირდაპირ შენ 55 წლის ასაკში ვარჯიში იმეებით რომ დაიწყო, რა ქვია, მძიმე წონებით, მართლა შეიძლება შენ ჩემზე უკეთესად იცი, დაუწყვიტო იქ ყველაფერი და გაუწყვიტო და იქ თიაქრის პრობლემა წამოვიდეს ხერხემის და ასე შემდეგ, ხო? არა, ეს უნდა ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენ ვინც უკვე მიჩვეულები ვართ ვარჯიშს, ჩვენ უკვე ნელ-ნელა 45-46 წლიდან უკვე ნელ-ნელა უნდა გადავეწყოთ ვარჯიში მძიმე წონებით. ძალიან მძიმე, ახლა 15-16 კილოზე არ მაქვს ლაპარაკი. შენ როგორც აი 5 კილოდან ზემოთ სასურველია უკვე და ცოტა უფრო აი სპინინგი, თქვათ, როგორც არის ველოსიპედზე, როგორც არის უფრო სირბილი და არაფეხით სიარული და ჯოგინგის უკვე ისეთი აღარ არის. ვინც უკვე მიჩვეულები ვარ და ვინც საერთოდ არაფერი გაუკეთებია, ჯობია მინიმალურით დავიწყოთ და ნელ-ნელა აიყვანო. კანისტონითი ვარჯიშები არის იდეალური, ანუ როდესაც საერთოდ არ გაქვს ნავარჯიშები, კანისტონითი ვარჯიშებით რო იწყებ, უკვე შენი წონა. გავიგე, მაგრამ ხო, მაგრამ მაგას გქონდა ცოტა უფრო მეძე, ჩემზეგან არ მოგეკითხება ჩემზე უკეთება და ნელ-ნელა, თორე ხო შეიძლება შეუქცევადი. ხო და ჩვენ ვინც უკვე გაწურწნილები ვარ და შეგვიძლია გვავარჯიშო უკვე მძიმე წონები და ჩავერთვები შენთან, რომ აი უკვე ვატყობ მე თვითონ შენ ყველაზე კარგი ხო, შენ გესმის შენი სხეულის ხო? აი შენ თვითონ უნდა მე გასწავლი შენ რაღაცას როგორც ექიმი, გინიშნავ შენ როგორც ტრენერი, მაგრამ შენ რომ გესმ ნუტრიციოლოგი კვებას, მაგრამ შენ უნდა შეისწავლო პირველ რიგში, რაც ჩვენ აი კომუნისტების დროიდან ჩვენი სხეულის მართვა არ ვიცით, თუ ვიღაცას ვაბრალებ, თუ ვიღაცა უნდა გირჩიოს, არა, შენ და აი ყველაფერი დაალაგო ექიმი ტრენერი, ნუტრიციოლოგი და მე შენ თვითონ უყურო, ხო? ნუ აი ამის საშუალება შეიძლება ხა ვერ მაგვითხრას, რომ ამის საშუალება სად არის, ხა ის ცალკე ყავდეს, ეს ცალკე ყავდეს, მაგრამ აი ზუსტად შენ რომ ვარჯიშობ ამ სიმპტომიზაციას, იმიტომ არჩევ შენ სხეულში, რაც გილაპარაკება, გესმის იმისი ენა. და როცა სხეულთან არანაირი კავშირი არ გაქვს, არასდროს ხელფეხი არ გაგინძრევია, იქსუნ თქვა არა გიჩქარებია, არ იცი გული რას შვება, როცა როგორ და რამდენზე ადის, ხო, ტახიკარდია რამდენამდე არის ესეთი, ხო, არის მაგალითად ახალგაზრდობაში აღარ არის. ახლა მე ბავშვობაში მქონდა შეიფინგი, სადაც უნდა აგეყვანა პულსი 170 ხოცავდნენ და იყო ესეთი ის და მე გაქრა, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მართლა ასეთი დატვირთო, რა ვიცი. არა, ეხაც არის, ოღონდ აი ჰიტის მეთოდით შეინიღება ეგ ამბავი, უბრალოდ საათს არ უყურებ ხარ რომელზე ავიდა ჩემი პულსი და რაღაცა. მაგრამ ისო ხო, კი. ყოველ წუთში გვიმოწმებდნენ და იყო ესეთი უკრაინელები დაფსიქოზების ის არის რაღაცნაირი. ხო, მაგრამ ძალიან კაი იყო, ხა ახალგაზრდა რო ხარ, ყველაფერს ადვილად იტან, მაგრამ ეხლა ეს რა თქმა უნდა. აი ხა შენ უყურე აი რამდენი ხანია ვარჯიშობ, ხო? რამდენი წლიდან შენ ფიზიკურად აქტიური ხარ. ანუ შენ შესაბამისად შენ სხეულთან რაღაცა მიგიწუდება ყური და ხო აი ხა ყველაფერი გიწდება რაღაც მეტი. ძალიან კარგი. მე საერთოდ მივესალმები რომ თავიდანვე იყოს რაღაცნაირად ისე წონები შესული მაშინ გოგოს ცხოვრებაში. არა მარტო გოგოს, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ სხვა მიმართულებები ახლა ვიღაცას. აი ისე PCOS რო დაუბრუნდე, როდესაც არის ამბობენ რომ ანუ PCOS ხო აქვს რაღაც სამი მახასიათებელი, მამაკაცური ჰორმონის სიჭარბე, რაღაცა ინსულინის. აი როდესაც მამაკაცური ჰორმონის სიჭარბე არისო, ანუ გინეკოლოგებისგან ესე გამიგია. წონებით ვარჯიში არ შეიძლება რა სიტყვაში. აბსოლუტურად არაფერი კავშირი სიცხში ვერც დაიჭერ მაგ ანდროგენების სიჭარბეს. მე არ მინახია 25 წელია ვუყურებ მე ჭარბი, აი რაღაც მინიმალური 0.5-2-ით მომატებული ფრი ტესტოსტერონი მინახია თავისუფალი. დეგიდროეპინანდოსტერონიც ხო, აი არ მინახია, უმოწმებენ რაღაცა სისულელი, არ მინახია მე რაღაცა პატარა ერთეულებით ის რაც არის გამოიყოფა ამ დროს მართლა უფრო მეტი ვიდრე ვთქვათ არაპოლიკისტოზურ საკვერცხეს, ისიც კი საკმარისია. იმ ქალის თმის ფოლიკულებია მეტი, ამიტომ აღქმა მეტი აქვს. ამ ანდროგენების მიმართ ასეთ ქალებს აქვს მეტი თმის ფოლიკულები კანში და რაც გამოიყოფა ის ანდროგენი, უფრო მეტად ხდის თმიანს მას. და ვერ აბალანსირებს იმ ანდროგენს, რა ვთქვი, ესტროგენი. ანუ იქ გამოყოფილი ესტროგენი, რომელიც პატარ-პატარა ფოლიკულები გამოყოფენ, ის არის არააქტიური. ესე იგი აქტიური ანდროგენი გამოიყოფა და პასიური ესტროგენი. ანუ კანის ფოლიკულებზე ყოფილა დამოკიდებული და არა ანდროგენებზე. ორი ქალი რო დააყენოთ, აი შეხედა და ერთს უფრო მეტი ანდროგენი გამოეყოფოდეს სისხლში და მეორეს ნაკლები.
შეიძლება იმ ნაკლები უფრო მეტად თმიანი იყოს, თუ მეტი თმის ფოლიკული, ანუ მეტი რეცეპტორი აქვს. ხტები ამ ანდროგენის მიერ და მეტად და ვისაც საერთოდ რეცეპტორი არ აქვს, როგორიც არიან უფრო სლავური წარმოშობის გალები, შესაბამისად თმიანობაც ნაკლებია. ანუ ესე იგი წონებით ვარჯიში შეიძლება გამორიცხულია, მაგაზე ლაპარაკი, შემეკამათოს ვიწევ ხო, მე არ მინახია რამდენ პაციენტ შემხელში გაუვლია, რომ ის ანდროგენი იმ რაოდენობით მოჭარბებული, რომელიც უკვე სისხლში არის ძალიან, იქ უკვე სხვა დაავადება ერთვება და არა PCOS-ი ჩვეულებრივი. გასაგებია? კი ბატონო, ანუ შესაძლებელია რომ წონებით ვივარჯიშოთ, რა თქმა უნდა, ვივარჯიშოთ, მაგას ვიძახი რომ ინსულინის მოხმარება და გლუკოზის მოხდეს კუნთის მიერ სწორედ. კი, ანუ როდესაც სხეული ვარჯიშობს, ინსულინის გვერდისავლით იყენებს ამ გლუკოზას კუნთი. ირთვება, როდესაც იმიტი სხვა გზებით, რომელთაც ხდება უკვე ჩაირთვება, რომ მოხდეს ამ ინსულინის, ესე გლუკოზის შეწოვა, გლუკოზი რო ეცემაშ, გლუკოზა შესაბამისად კუთხეში ჯირკვალი ნაკლები სულის გამოყოფს და ეს ჯაჭვი ირთვება. მოკლედ ვივარჯიშოთ. მე პირველი მომხრე ვარ და ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ აქვს საშუალება, თუ არა და ბოლო-ბოლო YouTube-ზე იპოვე და თქვენ თვითონ ივარჯიშეთ. თუ აი ამას ვერ ვიტან, იცით რა შესაძლებლობა არა მაქვს YouTube-ზე უამრავი რამეა გასაგებია, მაგრამ ხა ვარჯიში ხო დაიწყოთ for beginners და ესე იგი დამწყებთათვის თავისუფლად შეიძლება. ამიტომ ეს არ არის გამართლება. ეს ყველას შეიძლება არა აქვს ტრენერის გადახდის საშუალება და მეორეც ერთი შენ აბსოლუტურად გადასარევად ხელმისაწვდომად გააკეთე ამ ხალხისთვის რომ გადასარევი მარათონი გაქვს რომელიც ჩაიწერს არ არის ეს ის თანხა რომ ადამიანმა ის ვერ გადაიხადოს იმ ბულკებში და იმაში ხომ მეც სიხდის არა და იმ ტორტებში და იმ ტკბილეულობაში კი არა მარტო ეგ ინსტაგრამზე ძალიან ბევრი დევს უფასოდ ჩემს ფიდზე ან შეუძლია დასკვნას და წავიდეს და ივარჯიშოს ის ხო არანაირ ზიანს არ მოაყენა ვიდრე ის რაც ცხიმი ვისცერალური მათ აქვთ. მოდი ბარემ თქვათ აი ამ სინდრომის ჩამოთვალოთ რამოდენიმე მართვის აი სტრატეგია, ყველაზე კარგი სტრატეგია რომ ვართოთ ჩვენ ეს სინდრომი, ისე რომ არ შეგვაწუხოს და იყოს ჩუმად თავისთვის რა. ასაკს გააჩნია. ვიწყებთ მაშინ ჯერ თინეიჯერობის პერიოდში ვარჯიში. პირველი არის ყვება და ვარჯიში. ეს არის მეტაბოლური სინდრომი. ძლივს გვეღირსა, მე ვიძახი რომ ვკუტები მე გადაერქვა ამ სახელით, თორე ჩემ და გავდივარ ამ სფეროდან უკვე ნელ-ნელა, ვიძახი მაშინ გადაერქვა. მთელი ცხოვრება ამაზე ვიბრძი, რომ არ არის ხალხნო ეს რაღაცა ესეთი პოლიკისტოზური დრამატულად ეს დედა, მამა, ბებია, ყველა გაუბეს ბავშვი დათრგუნული პოლიკისტოზური საკითხება. ესე კომპლექსით მართლა საშინელი. თუ არასრულფასოვანი ქალი ვარ. მაგას გეუნები და მე უამრავი პრობლემები იწყებოდა და უხსნი თქვენზე ბედნიერი არ არის გვიან გეწყებათ კლიმაქსი დამთავრდა უკვე ხართ ბედნიერები თუ გაქვთ PCOS-ი პირი ესე იგი ეხლა როგორ მართოთ ხო რომ რეგულარული იყოს თქვათ 20 წლამდე ბავშვებში აბსოლუტურად უბოროტოა ნატურალური პროგესტერონის დანიშვნა შეიძლება ამ დროს რომ ციკლი იყოს ყოველთვიური უკვე თქვათ ერთი წელი თუ არ ჩამოყალიბდა თავისით ამავე დროს პირველ რიგში ამოღებულია კვებიდან რაც კი ტკბილეულია თუ გინდა პატარა იყოს 12 წლიდან არჩევ, რომელი ტკბილეული ჭამოს და რომელი არა, რომელი სახამებელი ჯობია და რომელი არა, უყვარს ბრინჯი, წითელი და შავი ბრინჯი ჭამოს, რაღაცა თეთრი უნდა ჭამოს, ხო? სადაც თუ რომელი ტკბილეული ჭამოს, რას ნიშნავს? აი ტკბილეული, მაგალითად თაფლის სახით მივიღოთ, ტხილეული, ნატურალურად, ხო? შეურჩიოთ ის თაფლიც უყიდოთ და ისიც ვასწავლოთ, რომ ძალიან ბევრი არა და ნუ ის ბევრი თაფლი ჯობია ჭამოს, ახლა ერთ ბანკას ვერ შეჭამს ფაქტია, ხო? და იქ ნუში, ტხილი, კაკალი ვასწავლე აი რა შეუძლია გააკეთოს თუმცა მეც მქონია ეგ პრობლემები ხო ასაკთან მიმართებაში 12 წლის ბავშვს უფრო ნაზად ხო ნაყინები უკვე არის თქვა თუ არ შეჭამ კარგია მაგრამ თუ მაინდა-მაინც გინდა უკვე არის უშაქრო ნაყინები ხო უგემური ერთი მეუნება ანუ რაფინირებული შაქარი მოქმედებს ამ პროცესზე რა თქმა უნდა რაფინირებული არ არსებობს შაქარია დამთავრებულია ეგ ყველაფერი ამიტომ შევეცადოთ რომ რაც შეიძლება ნაკლები ის მაინც შეჭამს იმ ასაკშია რომ ყველა მაგრამ როცა ასწავლი რომ აი ის ნაკლებად ან ერთი დღე აიღებ ასწავლი ხოლმე შაბათი მოდი ავიღოთ ასეთ ბავშვებს ვონები რომ მაშინ ჭანდაბას მიეცით თქვენ თავს უფლება მაგრამ აი კოკა-კოლა მაინც არა რაღაცა ესეთი ჩიპსი მიფსი მაინც არა აი ნამცხრები არის რაღაც სხვანაირი ნაყინი თქვა რაღაცაც გიждები ხო თქვათ ის კოკა-კოლაც ერთი ჭიქა, ერთი დღე. არაფერს არ დააკლებს. და სახში დამზადებული ნამცხრები რა ჯობია. ფსიქოლოგიურად არ უნდა ის სახში დამზადებული, არ არის საჭირო ეს ნამცხრები საერთოდ და ამ ნამცხრებზეც მიტყოლვა. ნუ არა უშავს. ამოიღე, მაშინ იმ შაქარი სახში თუ შეიძლება ის გარეთაც შეჭამს. ის დანარჩენი დღეები ვეუბნები რომ თუ გინდა ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი მეგობრობა, არ შეიძლება
ტკბილეული და რო ძალიან არ დაითრგუნო შაბათი და კვირა აიღე სატრალივალოდ. Всё? კი ბატონო, შვენი. არის რაღაცები რაც იქაც უცალა. და ყოველთვე მოვაწესრიგოთ ესე იმითი ვასწავლით თვითონ აქვთ ჩათი ჩემთან გახსნილი ეს ნუ ძალიან ეამაყებათ რომ ექი მიყავთ პირადად და მიგზავნიან და ვასწავლი რომ აი მომწერე რომ დამეწყო ციკლი როგორ ქონდა ძივარ მე საღამოს ეს იმიშვილია უნდა გავარჩიოთ თან რომელმა რა მომწერა რომ ვიცოდე იცი რა როცა ეხედავს რომ შენ იმას ყურადღებით ექცევი და მოზდის ვეონები დედაშენმა არ დამირეკოს თორე დაგხოცავთ არ მინდა იმიტომ რომ დამოუკიდებლობას მივაჩვიოთ რომ დღეს დღეს არ იყო ეს იყო 3 დღის წინ 35 წლის ქალი შემოვიდა და დედის garaშე კონსტიტუციაზე უშვილობაზე ვერ გავივლიო. გადავირიე კინაღა, მაგრამ ნუ რა მექდა, ხო? ამიტომ ეს რო არ მოხდეს და ეს ჭიპლარი ცოტა დროზე გადაიჭრას მათ შორის, მე რომელიც ძალიან ბევრ ბარიერს და პრობლემას უქმნის ამ გოგონებს, აი ესე ვაჩვენ. და შეთავსებული მაქვს გინეკოლოგს კიდე პლუს აი ეს კოუჩინგი და ასე შემდეგ. ეს თინეიჯერობაში. შემდეგ როგორ წავედით? მე მივდივართ უკვე რა გინდა, ხო გითხარი, ვეუბნები თუ პარტნიორი არ აქვს აუცილებლად აქაც ისე დაბალდოზირებული პროგესტერონი ნატურალური, ან თუ პარტნიორი ყავს და ურსლობა არ გინდა, კონტრაცეფცია, თუთმიანობა გაქვს, სხვა, თუ ენდომეტრიოზია, არის უკვე 1000-ნაირი საუკეთესო კონტრაცეფციები და არის უკვე 28 დღიანები, რომ არ დაგავიწყდეს, არის 21 დღიანები იმას თავის დატვირთვავს და საუკეთესო ხარისხიანი უკვე თბილისში, საქართველოში შემოტანილია და ყველაფერი გვეწიფება. ჩემ დროს სად იყო ეს იყო მაღალდოზირებული საშინელი უბედურებები და დღეს უკვე არის ძალიან დაბალდოზირებული, რომელიც ნატურალური ესტროგენის მსგავსია მიხდი არის ახალი რომელიც მიიღება ფეტო იმისი ნაყოფის ღვიძლის ესტროგენის ანალოგია მიიღება რაც უნდა თქვი ანალოგია არის რომელიც ქალის ესტრადიოლის ანალოგია ისეთები და ნუ საოცარებია უკვე ახლები რომელიც ძალიან ფარმაკოლოგიურად მიღებული იყო ძალიან ანალოგია ბუნებრივი მე თუ ვარჯიში და კვებით აი დავა და ვარჯიში არ დავამთავრე ეს ლაიტმოტივია ეს ლაიტმოტივი არა ლაიტმოტივი ისინი მოყვება პირველი არის კვება და ვარჯიში. ვარჯიში უკვე შენ აკონტროლებ ხა დიდი წონებით როგორ და ამათთან ხა დიდი წონები ძალიანაც პატარებთან არა. მე შენ ხა არ გესწავლება ჩემზე უკვე ეს უკვე მე აღარ ჩავერევი, ხო? და რა მაინტერესებს არის შანსი რომ მე ისე მოვაგვარო კვებით და ვარჯიშით ეს ყველაფერი რომ აღარ დამჭირდეს მე ის შეიძლება აი თავიდან ცოტა ხანი ვეუბნები რომ აი 3-4 თვე ჩავარდნები არ იყოს რომ იქ ენდომეტრიუმი არ გასკელდეს მიხდი რომ მე რსკელდება ეს ენდომეტრიუმი დიდხანს რო რჩება თუ არ გამოვიდა საშუალოს ზღურზე ალაპარაკი მე რჩება და შეიძლება რაიმე პრობლემა არ წარმოქმნას ამიტომ ყოველ შემთხვევაში მცირე დოზებით თავიდან მიხმარება და აი როგორც კი იკლებს და BMI გახდება 22-23 აი დააკვირდი უბრალოდ შენ რომ გამოთვლი და როგორც კი დაიკლებს აი მომწერე ყოველ პაციენტზე როგორ არაფერი აღარ დაჭირდება საერთოდ მაგრამ ვინც უკვე დაკლებულია აი ვისაც ჭარბიწონა არ აქვს მაგრამ ციკლი რეგულარული არ არის იქ თუ გიპერინსულინემიაც არ არის და მეტფორმინს არ თქვა აღარ არ სჭირდება იმიტომ რომ ყველაფერი ნორმაშია მაშინ просто ცოტა ხანი უნდა მაინც უბრალოდ კონტრაცეფციაზე იყოს ან 5 დღიან მინიმალურია 5 დღე სხვა კრემი ვაგინალური სანთელი უკვე ყველანაირი არსებობს ნუ ეს უნდა შეეგუონ შეიძლება ზოგს თელი ცხოვრების მანძილზე დაჭირდეს ეს მინიმალური მინიმალური ჩარევი კი თვეში 5 დღე ანუ ესე იგი ჩვენ რომ ეს ჩვენ დროში 6 7 10 თვე გადაწევა ეს გულსიზრდვა სისტემის ვიტყვი პრობლემაა ყველაფრისთვის პრობლემაა იმას აქშიც კი 28 წლამდე ვითომ ახლა გულსიზრდა იმათვის დიდი დატვირთვა გულზეც როდესაც ციკლი 10 თვე ქალს არ აქვს ხასიათზეც ქცევაზეც, წონაზეც, ყველაფერზე მოხდა. ყველაფერზე ძალიან ცუდად და იდეაში ქალის სიჯანსაღე იმ ასაკში, სადაც რეპროდუქციული ასაკი არის. აუცილებლად ყველაფერება, ხო? და იცი, აი ბარემ აქ მინდა ხაზი გაუსვათ, ძალიან ხშირი არის ისეთი დიეტები, სადაც ან თუნდაც მე აი ამ ინტერვალურ დიეტებს აკეთებენ ისე რომ ციკლი ხანდახან უვარდება და არ მოსდით. აი ეს ამის მნიშვნელობაზე მინდა რომ ვისაუბროთ. თუ ნუტრიციოლოგის, ხო, ყოველ შემთხვევაში ჩემ პაციენტებს მე თვითონ ვუკონტროლებ მაგას, მაგრამ თუ არა აქვს თქვა ნუტრიციოლოგი და ხა მე თვითონ უკონტროლებ და ვეუნები რა იყვებონ და ბოლო ვეუნები რომ თუ საშუალება არ არის რომ აი მე უწერ ამას რომ როგორ გააკეთოს ცილის და ნახშირწყლების რომ აუცილებლად ის ცილა მინიმალური დღეში რამდენი მიიღოს რამდენჯერად რა რაოდენობით ვასწავლი და მე უამრავი გამოთვლები არის ამ იმებზეც YouTube-ზეც და თუ არა არ მინდა ეს YouTube მოვიდენ მე მივეხმარები და არ მეზარება ოღონდ ჯანმრთელი თაობა არ დავკარგო და არ მივიღოთ რაღაცა მართლა აი რაღაც
რაც აი ამ კვების ობიექტებმა და რა ხდება საერთოდ და რა მოწმდება და რა არ მოწმდება, აი არ მეზარება დავრჩები ღამისად საათამდე და აი ამ ბავშვებს ველოლიავები გინა კვებაზე და საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მაქვს, ცოდნაც ამ საკითხში და პირადი გამოცდილებაც და თუ არა და მყავს უამრავი ისეთი მეგობრები, რომ ვკითხო და ამ ბავშვებს შეღავათი გაუკეთო თქვა იმ კონსტატაციაში, რომ ფული არ გადაიხადონ მაგალითად და მე მივეხმარო. აი ძალიან მე მინდოდა ხაზი გამესვა უბრალოდ იმდენად ხშირი არის აი ეს ოღონდ დავიკლო სწრაფად. აი სულ ეუბნები, არაფერი ისევე სწრაფად მოვიმატებ. ხო, ზუსტად, რომ მე შიმშილობენ. მაგრამ ინტერვალული შიმშილობა არ არის ცუდი. ინტერვალური არ არის თუ იცი ნუტრიცია და თუ იმ შენ საკუთარ ფანჯარაში უნდა მომყვე აუცილებლად და განსაკუთრებით ჩენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე რამდენ საათიანი გავაკეთოთ რომ უფრო დამთრგუნველი არ იყოს მე ის ორგანიზმი იმიტომ რომ თუ ჩაერთო ტვინიდან ჰიპოთალამუსი და იქ მე დამთავრებულია რომ აქეთ მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ აი ესეთი სამ თვეში რომ მოვიდა ეს ბავშვი ვერ ვიცანი მაქვს ფენომენალური მახსოვრობა და რო შევხედე გამარჯობა დაბრძანეთ რომ ამ დროს ეს ბავშვი ლამის ჩემ ხელში იყო გაზდილი ქონდა 25 კილო სამ თვეში დაკლებული და ციკლის აღდგენაზე მე თვითონ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია დღეს ახლა ამერიკაში ჩააბარა იქ სწავლობს წავიდა იქ არის მუშაობს რომ ეს ბავშვი 25 კილოზე ის რომ ციკლის მაგი უთხარი განათლებული ჭკვიანი გოგო ხარ ასე სწავლობ მე უთხარი თვითონ ამ სფეროში რა ნუ იმდენად განიცდი და ამწონას და ჩაითრე ეთყობა ამან და არ მოვიდა 3 თვე და მოვიდა მე რომ დავიღუპე ციკლის საერთოდ და მოუნდი დაახლოებით ალბათ 6 თვე 1 წელი აღდგენას ენდომეტრიუმი იყო განულებული საერთოდ საკვერცხე იმდენად არა უბრალოდ დაირღვა ჯაჭვის საკვერცხეს და საშვილოსნოს შორის გესმის გამო მოხდა რა თქმა უნდა აღარ იყო სიგნალი და ამის აღდგენა შეტანდი რამ ხელა ჯაჭვის აღდგენა მიდის აი კარგად მინდა რომ გამეხსნა გეხვეწები და მეც მქონდეს არგუმენტი აი რატო არ არის კარგი გასაგებია აი რომ მითხარი რომ ენდომეტრიუმი არ არის სამ თვეში ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და აი მითხარი გეხვეწები აი რომ ჰიპოთალამუსიდან მოდის და ჰიპოფიზიდან სიგნალები ტვინში საკვერცხეს და ამათ შორის არის ჯაჭვი ხო საკვერცხეს საშვილოსნოდან საშვილოსნოდან საკვერცხეზე პირიქით მე საკვერცხე აგზავნის იქით სიგნალს ამ გორმონების მიხედვით აი ეს ჯაჭვი დაირღვა რომლის აღდგენას ჩვენ მოუნდით ანუ აბსოლუტურად უჭმელობის ნიადაგზე როდესაც არანაირ ცხიმს არ იღებდა ჩვენი გორმონები საიდან პირველია ბაზა არის ცხიმს რო აღარ იღებდა საკვერცხე გაითიშა არ გამოყოფდა პრაქტიკულად ნულზე დაჯდა შესაბამისად სიგნალი მიდიოდა იქიდან მოდიოდა სიგნალი ტვინიდან რომ ჩართულიყო როგორმე ეს საკვერცხე ვერ ითვლებოდა საშვილოსნო საერთოდ აფსაიდში გავიდა ანუ არ კონტაქტობდა ამათთან საერთოდ აღარაფერი და აღმოჩნდა რომ აი ესეთ ჯაჭვში ენდომეტრიუმი გათხელდა ისე რომ საკვება რო არ მოდიოდა გათხელდა და აი ამ სამ თვეში დაახლოებით 3 თვეზე მეტი ნამდვილად არ იყო თუ ნაკლები არა 3 თვე იყო შეიძლება 4 თქვა მაქსიმუმი რაც მახსოვს ჩანაწერები მაქვს იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემ პრაქტიკაში როდესაც აი ესე შიმშილმა სრული შიმში აი ან როგორ გაწყალზე წყალსვავდა 4-5 ლიტრას არც იმაღლე არ წონა არაფერი ამის საშუალებას არ აძლევდა და ვინაცვალდა არ წყლის გარდა იღებდა უგონდა ერთხელ ჭამდა და რაღაცა მინიმუმ ანუ ექსტრემალურად დაბალი კალორიაში ექსტრემალურად და მე უკვე რომ მიხდა რომ ისიც გაუჭირდა უკვე მეცადინეობა ენერგია ყველაფერი რა თქმა უნდა ქალისთვის როგორი მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ 1200 კალორია 1300 1000-იც კი არ არის არანაირი დამთრგუნველი ორგანიზმისთვის გააჩნია რა წონაა და რა ზომა და რა საკითხი ხო იმ წონაზე რაც ხონდა მაგას თავიდან იქიდან მიიღო უცებ 4 თვეში თუ 3 თვეში ეს იყო ეს კი თვეში გამოდიოდა რა და იყო ძალიან ბევრი არის ძალიან ბევრი არის მოქმედებს ეგ არა მარტო შიდა პროცესებზე გარედან ხანზე ყველაფერს მისწვენაზე მისწვენა და ყველაფერი ხო ხა მაგასაკში კანსისი არ ეთყობა ხო 25-20 სხვათა შორის ახლახან გავიგე ენდოკრინოლოგი ყავდა ბოდიში აი ესეთ სწრაფ კლებას ასევე ახასიათებს კენჭების დაგროვება ნაღვლის ბუშში რა თქმა უნდა ფორმირება რა თქმა უნდა როდესაც ხდება კლება მატება ხო ეს ყველაფერი ნაღვლის ბუშში ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას უმეტეს შემთხვევაში ნუ იგი ისიც არის რა ქვია გენეტიკურიც მაგრამ რა თქმა ეს პირდაპირ როგორც კი შევხედავ და მეტყვიან ხოლმე რომ აი ჭარბი კლება გქონდა იმ წუთში ჩემი საქმე არ არის მაგრამ გადავხედავ ხოლმე ეხოსკოპიურად რომ უმეტეს შემთხვევაში
ნაღლებურსა ეს. კი. ასე რომ აი ძალიან მნიშვნელობა აქვს რა და საწყისშივე კიდე ერთხელ ვიწყებ 12 წლიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი შენ თვითონ მითხარი რომ დატანჯული ვიყავიო, ხო? ყველა ჩემ პატარა პაციენტს უხარია ჩემთან მოსვლა, იმიტომ რომ ყველას დედა უმეტესად ჩემ პაციენტია და თუ არ არის და რეკავენ ვეუბნები, არ უთხრათ რომ კიდე ერთხელ გავთხილებთ. აი გთხოვთ სულ ყველას. ნუ ეუბნები 12 წლის ბავშვს გინეკოლოგთან მიმყავ ხარ. მოდიხარ ჩემ ექიმთან. მორჩა იმან რა იცი ხა თერაპევტთან მიდის, გინეკოლოგთან თუ რატომ არ არის ეგ მიზეზი? ნუ ნერვიულობენ. მიხდი გინეკოლოგია რასთან ასოცირდება? აი რომ გამსინჯოს, რაღაცა გამიკეთოს, ნაცხი ამიღოს, ამ დროს ნაცხის აღება საერთოდ არ არსებული თემაა. ვირგოსთან არაფერი არ გაძლევს, პატარა თუ დიდი ვირგოსთან არაფერი ინფორმაცია არ არის. ვირგოსი რა არის? ვირგო ქალიშვილი. არაფერი აზრი არ აქვს ნაცხს, იქ არაფერი არ იქნება სექსუალური გზით გადამდები დაავადება, მხოლოდ ხდება, როდესაც ქალი მამაკაცთან აქვს ურთიერთობის მერე, სექსუალური ურთიერთობის მერე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, აბსოლუტურად ბავშვების წამება, მეტი არაფერი და იქ არის მარტო სოკო, განპირობებული ჭიებით. ნუ ეს მე სხვა დროს ვილაპარაკოთ, უკვე ძალიან ბევრი მასში გადავალთ და მაგას ვიძახი ეს ბავშვებს, ნუ დავსტრესავთ. ეხლა შენ წარმოვიდგინე პატარა ვიყავი, როგორ გეშინო და გინეკოლოგთან ვიყავდი. ექიმთან, თერაპევტთან, რა იცი ხა იმან მე თერაპევტი ვარ, კარდიოლოგი თუ გინეკოლოგი, ხო? მე ნელ-ნელა ველაპარაკები. ისედაც ექიმი უკვე სტრესავს, ბავშვი რომ მიდიხარ. არა, ხალხი არ მაქვს, ასე რომ არასწრებიან თუ რამე პროცედურა არ მაქვს, შემოდიან და ძალიან კაი გარემოა, მე ვეკითხები, ვანახებ, აბა, როგორ გქონდათ ჯერ ციკლი რაღაცა და ეს იმაში გადის და მე უკვე პირიქით უხარიათ რომ გინეკოლოგი რო ვარ მე მაგათი, ხო? ანუ ეს უკვე როგორ მიაწოდე, ხო? ეს ძალიან დიდი სტრესია, რომელიც მე ქალობაში რო შედის და ასაკი რაც ემატება და ისა ხო, დაჩიქს რო ხედავ, სუდად ხდება, რამდენი პაციენტია, ხო? და წელი, 2 წელი. ეხლაც ხდება. წარმოიდგინეთ, სექსუალური ცხოვრება იმასე, რა მამაკაცი ყავთ, ქორწინებაში არიან და სექსუალური ცხოვრება არ აქვს დაწყებული. არც იმ კაცმა იცის რა გააკეთოს, ისე ეშინი ამ ქალს, ანუ თანდაყოლილი წარმოიდე. აი ეს იმ ტრამვების პერიოდის ბრალია, რომ დედა მიათრევდა გინეკოლოგთან, შენ და აბა ნაცხი ავიღოთ, ან რას ეძებდნენ, სულ მაინტერესებს. იქ არაფერი არ არის, იმის გარდა რომ არის ან სოკო, მეტი არაფერი, ეს 2x4-ია, რა უნდა ენახა და არის ესეთი დათრგუნული მე, ისე რომ მე უკვე გინეკოლოგის ხსენებაზე მართლა ნიშადური ჭირდება ხოლმე. მაგრამ ის შენი პრაქტიკა რას თქვი ხო? აი ძალიან კარგია, იმიტომ რომ კულტურა ჩამოგიყალიბდეს ჩეკაპის. რა თქმა უნდა, ეს ბავშვები უკვე ისე მყავს გაწვრთნილი 10 რა პაპილომა იქით აგიკითხავენ ლექციებს, ამხელა რომელ ასაკში აიცრენ, რა გააკეთონ, როგორ. მე ძალიან ბევრი რამე უჭირთ, რომ დედას უთხრან და დედა ვერც უხსნის. ეს ბავშვი მირეკავს, მწერს, ყოველ შემთხვევაში მე უფრო ჭკვიან ვეუნები, რომ მე რასაც გასწავლი, შენის ვერასოდეს ინტერნეტიდან ვერ გაიგებ, რომელი ისტორია, რომელი არა, მე მომწერე, მიაგიხსნი, რაც ამ სექსუალურ საკითხებს ეუნები, ეხება, ნუ შეგეშინდება, მე დედაშენს არ მოუყვები ამას და ნუ მაგის საშიშროება არ კონდეს. მე მითხარი შენ რომ ეს სწორ გზაზე დაგაყენო და არ მოხდე იმ უბედურებაში, როგორც ბევრ გოგოს ემართება, მაგალითად, ხო, გაუთვალისწინებელი ორსულობა, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები და ასე შემდეგ. შეიძლება იქ ვიღაცა მეგობარმა, იმან თან ისეთი რაღაცები ხდება ამ ქსელებში, რომ ვეუნები რომ მით უმეტეს უნდა მჭიდრო კავშირი ქონდეს ამ ბავშვებს ჩვენთან და გინეკოლოგებთან, რომ აბსოლუტურად და მე ყველაფერი თვითონ აირჩევს რა გზა უნდა. ახსენე კი PCOS-თან სხვა თემა არის, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი არცრის ამაც რაზე, იმიტომ რომ უშვილობას იწევსო. ესეთი ხმებია გავრცელებული ბიჭებში. არც ბიჭებში, კიდევ კარგი რო აგერ ჩემ შვილიშვილს რო ავწერი, მე აღმოჩნდა რომ ბიჭებში უფასო აცრა დაიწყო და ვეღარ დაველოდებოდი და მეშინო და უკვე 13 წელს ხდებოდა ჩემი შვილების და ჩემი ირგვლივ ყველა ჩემი პაციენტებიც ყველაზე კაი პერიოდი არის 11 პაპილომა ვირუსის აცრაზე ალაპარაკი. ეს არის უკვე 9 კომპონენტიანი, საქართველოში არის დაშვებული 45 წლამდე ურჩევ ყველა ქალიან კაციანად აიცრას, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი ერთადერთი კიბოს ვაქცინაცია ხახნო, ამაზე მეტი ბედნიერება ჩვენ ქვეყანას რაც ხვდა წილად, აი ამ ხრივ არ ვიცი თუ კიდე შეიძლება და ამიტომ ნუ დაუკარგავთ ჩვენ შვილებს ამ შანსს, იმიტომ რომ დედამ უნდა მისცეს უფლება, ისევე რა იცება 18 წლამდე და
ხო, ბევრი მეკითხება, რომ მაგ პერიოდში სქესობრივი ცხოვრება ხო არ იწყებს, ყველაზე კარგი ფანჯარა არის 11-დან 14-მდე, მაღალია high immunity, რომ წარმოქმნას კარგი ანტისხეულები. ისე რომ უკვე მივდივართ იქამდე, შეიძლება 1-10 ჯერ 2-ია. შეიძლება აი უკვე 1 საკმარისი იყოს, ხვდებით და ნუ წავართ მე ჩვენ შვილებს აი ამ შანსს. აუცილებლად ბიჭებსაც და გოგოებსაც. ძალიან კარგი მესიჯი არის, მაგას აუცილებლად. განსაკუთრებით მთლიანად დაცული 100%-იანი, როცა ის სექსუალური ცხოვრების დაწყებამდე აიცრება. PCOS-ით იქნება თუ მის გარეშე. ერთი რაღაცა დაგვაუწყდა და ამას მე მივაწებებ. 20-დან 30-მდეც მართეთ, მაგრამ 40-დან თუ არის რაღაცა განსაკუთრებული, რაც უნდა გავითვალისწინოთ PCOS-ის მატარებელმა. PCOS-ის მატარებლებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ შეიძლება დარჩეს არარეგულარული ციკლები და აქ უკვე ძალიან დიდი ყურადღება გინდა, იმიტომ რომ ნამდვილად ენდომეტრიუმის გიპერპლაზია და მაღალ რისკში დგანან ესენი ენდომეტრიუმის კიბოს. 40-ის მერე? 40-ის მერე ქალები მაღალ რისკში დგებიან, რომელსაც არარეგულარულია ეს ციკლი და ენდომეტრიუმი გასქელდეს, შეიძლება ანუ იმაზე მეტი იყოს 14, 18, 20 და იმის შემდეგ, რომელიც ან დიდხანს რო ციკლი არ გქონდეს, დიდხანს დგება და ენდომეტრიუმის გიპერპლაზია, იქ პოლიპების ჩამოყალიბება და 1000, ამიტომ და ამავე დროს ესე იგი მაღალ რისკში არიან, რომ ენდომეტრიუმის კიბოს ზუსტად მე ისე გინეკოლოგთან ურთიერთობით. გინეკოლოგთან ურთიერთობით კვებით, ვარჯიში და გორმონალური თერაპიით, ხო? იქ უკვე ჩვენ შევარჩევთ რომელი და რა სიტუაციურად უკვე ბევრი ოპშენია, ბევრი შესაძლებლობა, რომელს სიტუაციურად რა უხდება კლინიკურად, აი რა აწუხებს, რასთან რა ჯობია და ასე შემდეგ და თავარი ამ დროს გულსიზარდთა პრობლემა ერთვება. მე არარეგულარული ციკლები იწვევენ, აი ის 25 წლის ასაკში ის გულსიზარდთა სისტემა უძლებს ამ ყველაფერს, ესეთ ცვალებადობას და 35 წლის მერე ესე აღარ არის. ანუ იმ ფაქტის რის ჯგუფშიც მაღალში დგანან, ეს ძალიან кайქენი რომ გამახსენე, გადავედით სულ ბავშვებზე და 35 წლის ყველაზე მაღალ რისკში ჯგუფში დგანან გულსიზარდთა სისტემის. ამიტომ მაღალი ხოლესტერინის, ანუ ცუდი ხოლესტერინი და კარგი ხოლესტერინი, როგორც ვამბობთ, მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის ხოლესტერინის, ესენი ძალიან მაღალ რისკში ჯგუფში დგანან, განსაკუთრებით PCOS-იანი ქალები და ამიტომ რომელსაც ბოლომდე რჩებათ ეს და არ ხდება გასწორება ამ ციკლის. ანუ რეალური PCOS-ი სადაც არის. ანუ ერთადერთი რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ყოველთვიურად რეგულარული ციკლი უნდა გქონდეს. თუ არ არის, ეს არის ალარმი, უნდა მივაკითხოთ ექიმს, და გადავდეთ 6 თვე, 7 თვე და 10 თვე. ნამდვილად. ამას და 2 თვე ჩავარ და მივიდა. 1 თვე ჩავარ და მივიდა. არ არის 2 თვემდე გაზრდა საჭირო, თავიდანვე იცოდე, რომ გასწავლო შენი ორგანიზმის შეცნობა მაგ მხრივაც. კი ბატონო. PMS-ზე დაგვავიწყდა პრედმენსტრუალური სინდრომზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გარდა კონტრაცეფციისა, რომელიც ამ არეგულირებს ამ ციკლს და PMS-ი უფრო ნაკლებად არის უკვე გამოხატული და ტკივილს პრაქტიკულად აქრობს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ვარჯიში ამ დროს. PMS-ის დროს. ეს არის იდეა, რატომაც იყო ესე ძველი გახსოვს წარმოდგენა, რომ ვარჯიშის დროს ახლა თუ ესეთი მენსტრუალური ციკლი გაქვს, რომ ვერ ვარჯიშობ, ეს სხვა არის, მაგრამ როცა კონტრაცეფციაზე ხარ, რა თქმა უნდა, ლაითია ციკლიც, არ არის ჭარბი, ამასაც არეგულირებს, მაგათ უმეტესად თუ მოძდით იშვიათად ჭარბია და საშინელება ხდება ამ დროს და ფიზიკურად ზოგი სახლიდან ვერ გამოვდივარ და რასთორე ამას უძლებენ რომ იყვებიან 2, 3, 4, 10 წელი ესე ვიყავენ, უგიჟდები საერთოდ. ზოგჯერ ისეთ რაღაცასთან მაქვს დღესდღეობითაც საქმე. ვარჯიში ამასაც აკონტროლებს. ნამდვილად, ვარჯიში ისედაც PMS-ის სინდრომებსაც აკონტროლებს, აი ეს რაღაცა კასკვა რო გინდება, ვარჯიში უბრალოდ ლაითი და სწორი გორმონალური თერაპია. ეს არის ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ხედავთ, დაბადებიდან ბოლომდე ნამდვილად ვარჯიში იყვება და ჰორმონალური თერაპია, იმიტომ რომ ჩვენ ჰორმონები გმართავენ და თუ რაღაცა დისბალანსში არის, პროფესიონალის ჩართულობით უნდა მოხდეს იმისი კორექტირება და გასწორება. ყვება დაბადებიდანვე, ძუძუთი ყვებაზე, ნუ ამაზე შეუცვლელია, უმეტესად დაკვირვებული ვარ, რომ ყველანაირი გორმონალური პრობლემები, აი რაც არ მიკითხია, ყოველთვის იქიდან ვიწყებ ხოლმე, არიან ხელოვნური საკვებით გამოსდილი ბავშვები. იმიტომ ვიკლავ თავს, რომ აი იციან ჩემმა ორსულებმა, ვისაც პატრონაჟში მთელი ორსულობა, ვარჯიში, ყვება და ძუძუთი ყვების დროს როგორ მოვამზადოთ ამის სპეციალური მასწავლებელი წყავს breastfeeding-ის, რომელსაც უკარგეს ადგილას აქვს გავლილი ეს უშუალოდ breastfeeding-ი ძუძუთი ყვების ის და ეხმარება ჩემ პაციენტებს, რომ ძუძუთი ყვება წარიმართოს
კარგად და ბედნიერად და ჯანმრთელად და მერეც რომ საკვებზე უკვე გადავიყვანოთ ეს ბავშვები პირდაპირ ჩვეულებრივ საკვებზე. ანუ აი რაც ჩვენ თვითონ მოვამზადებთ და არა ამ ბანკებში გაურკვეველმა კაცმა რო არის ან როდის რა გაკეთა, ან ის ბატატასად იყიდეს, ან ის ბროკოლისად იყო, თან ეს მადლიანი ქვეყანა, ამაში მაინც გვეხმარება რომ არაჩვეულებრივი ბოსტნეული გვაქვს და რომელიც 6 თვიდან უკვე შეგვიძლია რომ ჩემ პედიატრებთან გავდივარ ხოლმე ამ მე იმიტომ რომ მეც პატარა მყავს ახლა სახში რომ როგორი საკვები შეიძლება რომ ჩვენ თვითონ სახში დამზადებული. ეს ყველაფერი აისახება შემდეგ ციკლზე და შვილოსნობაზე, როგორც ბიჭზე, ასევე გოგოსაც. და კიდე ერთი, სიგარეტი. თამბაქო. აი ეს უნდა თავის როგორ გამოშტერეთ პირველი კითხვა ეგ მეწერა. სიგარეტი მოქმედებს თუ არა PCOS-ზე? PCOS-ზე ყველაფერი მოქმედებს, რადგან ანტიოქსიდანტებს ვაძლევთ ჩვენ ყველანაირ დანამატების სახით PCOS-ის დროს და ანტიოქსიდანტების მაგივრად რასაკეთებ, ჟანგბადს აცლი ყველაფერს და შესაბამისად თამბაქოს მოხმარებაზე არც ვლაპარაკობ, არც PCOS-ი და არც PCOS-ის გარშე, ასე რომ ეგ პაციენტები ნუ გამომეხმაურებიან, ვინც თამბაქოს მომხმარებელია, ხო? კონტრაცეფციაც გამორიცხულია. ანუ 30 წლის მერე საერთოდ ლაპარაკის ზედა არ მუშაობს თუ რატო რა არ აიტრალებს? იგივე კარდიოვასკულარული რისკ-ჯგუფში დგებიან 30-35 წლის მერე. თამბაქოს მომხმარებელია. რა თქმა უნდა და კონტრაცეფცია, რომელიც არის სინთეზურად შექმნილი, ხო? ანუ სინთეზურია ის ფარმაკოლოგია, არა თქვა ნატურალური და მოიცადე ვერ დაგეწიე თუ მე კონტრაცეპტივზე ვარ თამბაქოს მოხმარება არაფრით. იმიტომ რომ უარეს შეიძლება მივიღო? რა თქმა უნდა. აბსოლუტურად. ყველაფერთან მიმართებაში, როგორც PCOS-ზე, ასევე კარდიოვასკულარული პრობლემის თვალსაზრისითაც, ხო? შეიძლება ის სუპატარა ასაკში 25-26 წლისო გიპერტენზია დაეწყოს. თუ მას აქვს გენეტიკური განწყობა, ხო? 25 წლიდან დადგეს რისკში და წავიდეს თავის თავს მიხედოს. მე ნუ შემოწუხებთ, ხო? თუ თამბაქო ურჩევნია ბედნიერ და ლაღ ცხოვრებას. ხო, არა, მესმის რა, ანუ შენთვისაც სამართავად რომ იყოს პროცესი მართვადი, უბრალოდ მარტივი მართვადი. მე დამბრალდება ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ მე ძირითადად იქნება, აი რა ქონდა დანიშნული. ხო, ამიტომ ვეუბნები რომ არც ხელს გაწერინებთ, არც არაფერი, უბრალოდ თავისუფლები ხართ ჩემგან და თუ ჩემნაირი ექიმის დაკარგვა გიღებთ, თქვენი საქმეა. კი, ანუ თამბაქო ყველა არის. სხვათა შორის ინგლისში ქონდათ აი ესეთი ნებისმიერი ვაიპი, მაიპი, თამბაქო, ხო? აიკოსი, აიკოსი, ჩემც არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ჩემც არა მსოფლიოსთვის ეს მარტო ჩემი გადაწყვეტილება. ყველაფერზე ეგრე არის, ხა ინგლისშიც მაგას მეუბნებოდნენ, რომ აი ალკოჰოლი იმდენად მნიშვნელოვანია. არა ალკოჰოლს ახლა ინგლისელებთან ძალიან გთხოვთ, მაგრამ აი ხო, ანუ მაგას ამბობდნენ იქავრეკები, რომ ალკოჰოლი ოკეია და თამბაქო არ. პირველი კითხვა იყო ეწევი და წყალს ვავ. აი ეწევი თუ არა და სხვავ თუ არა წყალს. ალკოჰოლს არ გეკითხები. ალკოჰოლს არ გეკითხები, ნუ იმიტომ რომ იქ ალკოჰოლი ინგლისია. ხო, ქართულსაც უყარს ახლა ერთი ურიჭიკა დალიო, არაფერი პრობლემა არ არის. ხო, ახლა მე თან სპორტსმენი და თანის და ახლა ძალიან მსმელი იშვიათად, ხო, ეს გინა გოგო გინა ბიჭი ახლა როცა სპორტით ხარ დაკავებული, ახლა შაბათ-კვირა შეგიძლია გაერთო წახვიდე, მაგრამ და დალიო ცოტათან ახლა ქართული ღვინო არ იკრძალება, მაგრამ თამბაქოზე ნუ მელაპარაკები, ასარჩევლე არ გამომეხმაურონ, არც მომწერონ. ნამდვილად გადააგდეთ სიგარეტი. ხო, ნუ არა, თუ უნდათ რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ყველა ვარიანტში უნდა. მე ჩემ თავზე მაქვს გამოცილი, მეც ვიყავი მწეველი. ეს პერიოდი შეიძლება, მაგრამ აი იქ ეგ მითხრეს ინგლისში, რომ აი თუ გინდა რომ სხვა შორის პაპილომას მომენტი მქონდა მეც, მაგრამ დაზიანებული იყო რაღაც 20 მმ-მდე. პირდაპირ საშვილოსნოს ყელის ერთადერთი არაფერი არ ინიშნება აქ ჩვენთან მკურნალობა, შენი ორგანიზმი შენით უნდა გაუმკლავდეს. პირველი რაც შეგიძლია გააკეთო, სიგარეტი გადაგდო. მე ისე შეშნებული ვარ, იმიტომ რომ გენეტიკური ფონი ისი თელი გამოდღლეზილია ყველა ჩემს ნათესაობას ყველაფერი და ეგ გამოვედი თუ არა ეგრევე გადავაგდე და 3 წელიწადში სრულად ალაგდა. ანუ მე ვიცი და გამოცდილი მაქვს რამხელა ძალა აქვს თამბაქოს არ მოწევას და გადაგებას. ისეთი პროპაგანდა პირიქით უკუმიდის და მიხარია მთელ სოფლიოში რომ ყუთები აღარ იყიდება, ფერი აღარ აქვს, ის აღარ აქვს, ფასი გაზდილია და ეხლა ერთ ადგილას ნახე არ მახსოვს სტოკჰოლმში ნომაში შეიძინა ერთ-ერთმა ჩვენმა ახლობელმა იმ სპეციალურ მანქანებში და ის რო არის სპეციალური ის რა ქვია იმას დანადგარი გარეთ ქუჩაში ხო თამბაქო ჩამოაგდო და ამ ყუთში დო 3 ღერი ანუ 15 евро მისცა და 3 ღერი ესე ძალიან მაგარი რამეა ხო წარმოიდგინე და ინგლისმა ხანს რა კანონი მიიღო 2027 წლიდან მე მგონი 2004 წლის შემდეგ დაბადებულ არც ერთ ადამიანს არ შეიძლება თამბაქოს ყიდვა
რომ მიიღონ რაღაცა, ანუ იმიტომ რომ სიკვდილიანობა იმხელა იყო თამბაქოს გამო, რა თქმა უნდა. რომ აი ეს კანონი მიიღეს. ეხლა მე მთელი მაგალითად ინგლისი კი შოქშია, მაგრამ აი ახალგაზრდა გოგოებს რო უყურებ, ხო, მით უმეტეს ახლა მე არა ვარ ისეთი ტიპაჟი რომ რაღაცა გამიკვირდეს. აი არაფერი არ მიკვირს. აი ახალგაზრდა გოგო, რომელიც იკლავს თავს ამ დროს 5 დღე რო გიჟივით ვარჯიშობს და უცებ კლუბში ან სადმე გარეთ რო დგანან თან ამ სიცივეში ყინოს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მოკლედ გისურვებთ ბედნიერ და ჯანმრთელ ცხოვრებას ყველას. ამინ. მე მგონი მივლენ მაინც იმ ეტაპებს, ყოფილი გაცნობიერება არის და ცნობადობა არის და ზუსტად ამიტომ არის ეს პოდკასტები, რომ ჩვენ ცნობადობა ავამაღლოთ, ცოდნა არის უშველებელი ძალა და ინსტრუმენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ზუსტად აი ესეთი ლაპარაკები და მე მგონია, რომ რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ადამიანმა იმუშაოს პრევენციაზე, ადამიანმა იმუშაოს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და არა უკვე ავადმყოფობის ექიმებთან აჭედებულ განკურნებაზე. ხო, იყო ყველაფერი კარგად მიდის, ნელ-ნელა უკეთესობისკენ მივდივართ. ძალიან დიდი მადლობა თათია, მოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა დათმობისთვის. თქვენს დიდი მადლობა. ძალიან უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ინფორმაცია ძალიან წაადგება. მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესო მესეჯები იყო, ისევე როგორც მოზარდი ბავშვებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც იგივენაირად გავაფრთხილდებით ჯანმრთელობას, როგორც ჩვენ გვინდა და აი აქედან ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოგაწოდოთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ აი ეს ინსტრუმენტები, ცოდნა, რაც თავარია, რომ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება ისე, რომ რაღაცა არ შეგაწუხოთ არაფერმა და მართლა ექიმების კარებთან არ იყოთ აჭედებული თვეში 2 კვირა. რა თქმა უნდა და დიდხანს არ დაბერდეთ. თავარი ეს არის. თამბაქო და კანი. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა.